2028 წელი მოდის და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვშვებით, გაყალბების რას სისტემას უპირისპირდებით და რა შემთხვევაში გვაქვს ამ სისტემის დამარცხების შანსი. Am სისტემით რო ჩაეტარებინათ ნაციონალურ მოძრაობას, აი ეს 2012 წლის არჩევნები. დღესაც ისევ ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში. აი, როდესაც ამბობ, რომ თვისობრივად შეიცვალა ეს სისტემა 2018 წელს, რას გულისხმობ? 3-5% რაც ტრადიციულად აყალბებდნენ, გადაიქცა უთბად 20%-ად. Software-ი, რომელიც რუსეთმა მისცა, ამომრჩეველთა ქცევის პროგნოზირების პროგრამა. თუ შეუძლია შევიდეს იუსტიციის ბაზებში და ეკა კვესიტაცია ან თლიანად გააქროს მონაცემთა ბაზებიდან, ან დაამატოს ახალი ეკა კვესიტაცია. აი ამ ახალმა სისტემამ, მობილიზაციის და გაყალბების სისტემამ მოუმატა 20% სახელმწიფო კანდიდატს. ყველა სახელმწიფო არის განწირული და ის მთავრობა არის ავადმყოფი, რომელსაც ხმების მისაღებად ჭირდება კრიმინალური სამყაროს დახმარება. ხო, როგორ ხდება საინფორმაციო ოპერაცია და ჩვენი ასე თქვა გონების მართვა. ანუ ეს დუღილის ტემპერატურამ რო არ მიაღწიოს უკმაყოფილების პიკს, ამისთვის ჭირდება სხვადასხვა საშუალებები, ერთი რო ყურადღების გადატანა მოხდეს, მეორე გახლეჩვა მოხდეს. ეხლავე აქვთ დაწყებულია 2028 წლის მორიგი როგორ უფრო სრულყოფილამდე მიიყვანონ ეს სისტემა. რაზეც დღეს არა აქვს ბდომა მოახდინონ манипуляция, ეს არის მოგესალმებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით და შესაბამისად დაბრუნდა გადაცემაც სისტემას შექმნიდან ირაკლი შაიშმელაშვილთან და გიორგი ირემაშვილთან ერთად. სანამ გადაცემის თემაზე გადავიდოდეთ, არ დაგავიწყდოთ ჩვენი არხის გამოწერა, ჩვენი პოდკასტების გაზიარება, მოწონება და რაც მთავარია, კომენტარების დატოვება. თითოეულ თქვენს კომენტარს იმაზე დიდი ფასი აქვს ჩვენთვის, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, ასე რომ იაქტიურეთ. ეხლა რაც შეეხება ჩვენი გადაცემის თემას. გიორგი ირემაშვილმა პირველ შეხვედრაზე მითხრა, რომ მთავარი თემა, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო არჩევნები. რადგან პირადად ის გახდა მოწმე 2018 წლის შემდეგ, როგორ ერთიანად შეიცვალა გაყალბების მექანიზმები, როგორ გახდა ის მასიური და მასშტაბური და როგორ მივიღეთ საერთო ჯამში ისეთი მონსტრი, რომლის დამარცხებასაც ჯერ ამ სისტემის ბოლომდე დეტალურად გააზრება სჭირდება, მერე კი სულ სხვაგვარად მომზადება. ჩვენ ბევრი გვილაპარაკია გაყალბებაზე, მაგრამ უფრო ფრაგმენტულად. დღეს კი ამ სურათს მთლიანად ავაწყობთ. გიორგი და ირაკლი შიგნიდან დაგვანახებენ, რა შეიცვალა და როგორ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი ახალმა ტექნოლოგიებმა, პროგრამებმა, რომელიც რუსებისგან მიიღო საჩუქრად რეჟიმმა. რა არის ამ მონსტრის სისტემის ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი რგოლები და რაც მთავარია, შევეცდებით პასუხი გავცეთ ყველაზე აქტუალურ კითხვას. 2028 წელი მოდის და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვშვებით, გაყალბების რას სისტემას უპირისპირდებით და რა შემთხვევაში გვაქვს ამ სისტემის დამარცხების შანსი. ეს იქნება ამ ციკლის პირველი გადაცემა, მეორე ნაწილი გვექნება რეგიონებზე აქცენტით, რეგიონალური სქემების დეტალური გაშიფრით და ახსნით. ასე რომ დავიწყოთ. გიორგი, ირაკლი, მოგესალმებით. ბრუნდებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ არჩევნების თემით, როგორც შესავალში ვთქვი, გიორგი, შენი დიდი სურვილი იყო რა ამ თემაზე გველაპარაკა, იმიტომ რომ თქვი რომ ზუსტად იცი, როდის და რატომ შეიცვალა ეს სისტემა, როგორ გახდა ის ბევრად უფრო მასშტაბური და ეს მოხდა 2018 წელს. სანამ ვიტყოდეთ იმას, თუ როგორ შეიცვალა სისტემა, მოდი დავახასიათოთ, როგორი იყო ეს გაყალბების სისტემა. ხო, ეს სისტემა არსებობდა შევარდნაძიდან მოყოლებული, შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა მთავრობამ, იქაც რასაკვირველია იყო გაყალბების გარკვეული მასშტაბები, მაგრამ აი როდესაც ამბობ, რომ თვისობრივად შეიცვალა ეს სისტემა 2018 წელს, რას გულისხმობ, რომ ეს კარგად აგვიხსნა? გამარჯობათ, მივესალმებით მაყურებელს. კი ეს ბოლო პერიოდის აქტუალური თემა არის არჩევნები, ანუ ღირს თუ არა არჩევნებში შესვლა და ანუ ამაზე დაუსრულებელი კამათი. არჩევნების სისტემა, არჩევნები საქართველოში, რაც მე მაქვს ნანახი და რაც ალბათ მეტნაკლებად მოსახლეობასაც აქვს ნანახი, ხო, ყველა დამეთანხმება, რომ არჩევნები ყალბებდებოდა ყველგან საქართველოში ყველა დროს ყველა არჩევნები იქნებოდა ეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის. შევარდნაძის დროს
რაც იყო გაყალბების სისტემა და როგორც იყენებდნენ საჯარო მოხელეებს, საჯარო სექტორს, ეს თავის კარუსელებით, თავის ოქმების მანიპულაციით და ასე შემდეგ, ეს სისტემა იძლეოდა საშუალებას, რომ დაახლოებით 3-5% მმართველ პარტიას ხელისუფლებაში მყოფ იმდროინდელ მთავრობას, ანუ მოემატებინა და ესე ვთქვათ, ბონუსად მოყვებოდა ხელისუფლებაში მოსვლიდან დაახლოებით ეს 3-5%, რომელსაც ამ გაყალბების შედეგად იღებდა ხოლმე და ანუ თავის მიღებულ რეალურ პროცენტს ამატებდა ხოლმე. დიდად არსებითად სააკაშვილის პერიოდში, შევარდნაძის დროს რაც იყო, იგივე დარჩა დაახლოებით სააკაშვილის პერიოდშიც, ანუ მთელი ეს ნაციონალების პერიოდი, იყენებდნენ მეთოდებს ძირითადად, რაში იყენებდნენ ძალოვნებს. ეს იყო თანამშრომლებს უშვებდნენ რეგიონებში, მაგალითად თავიანთი წარმომავლობის მიხედვით, ვისაც სოფელი ჰქონდა, ან რაღაც გარკვეული ბმა ჰქონდა რომელიღაცა რეგიონში, გარკვეულ სოფლებში და სთხოვდნენ გარკვეული რაოდენობის ხმების მოტანას. არ იყო ხოლმე ესე მკვეთრად გამოხატული რიცხვი, უბრალოდ სთხოვდნენ, რომ აი წადი ხმები მოიტანე. რო ეკითხებოდი, რომ რამდენი ხმა უნდა მოიტანოს, ხმის მოტანაც ეხლა რო ახსნათ რა იყო. ხმის მოტანა გულისხმობდა ფურცეზე უნდა ჩამოგეწერა სახელები და გვარები, ანუ შენი ახლო ნათესავების, შორეული ნათესავების, მეგობრების ასე შემდეგ, თუნდაც თანასოფლელების, მეზობლების, რომლებიც შენი ხათრით დარწმუნებული იყავი, რომ წავიდოდნენ და მმართველ პარტიას მისცემდნენ ხმას. ეს ოდენობა არ იყო ხოლმე მკვეთრად განსაზღვრული. რო ეკითხებოდი რამდენი, დაახლოებით 15-20 განსაკუთრებით ბეჯითებს მოქონათ ხოლმე 30, 50-იც და ამით ამოიწურებოდა ასე ვთქვათ. ამის რეალური გადამოწმების არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. ეხლა თუ რაღაცა სიაში მკვეთრად გამოხატული ოპოზიციურად განწყობილ ვიღაც ტიპს არ ჩაწერდი, ესე არავინ არ გადაგიმოწმებდა ამ სიას, არავინ არ ამოწმებდა. მერე რა თქმა უნდა იყო ეს ძველი კარუსელებსაც იყენებდნენ, რა თქმა უნდა და იყო ოქმებში რაღაცა დონის მანიპულაციებიც ხდებოდა, მაგრამ ეს საერთო ჯამში იძლეოდა გაყალბების მასშტაბს დაახლოებით 3-5%-ს. აქ არაფერი განსაკუთრებული არ იყო. 2012 წელსაც რომ იძახიან ახლა დღევანდელი თუ ძველი ქართული ოცნების წევრები, ეხლა ამჟამინდელი წასულები რო არიან და ასე ვთქვათ, რომ ოპოზიციაში არიან გადასულები, ხო? ესენი რა იხსენებენ ამ 2012 წლის არჩევნებს. ყოველთვის ყვებიან ხოლმე, რომ ეს იყო რაღაცა პირდაპირ ფრონტის ხაზი, რომ ტყვიების ზუზუნის ქვეშ უწევდათ, ანუ არჩევნებზე საწინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და არჩევნების დღესაც რაღაც საშინელება და კატასტროფა ხდებოდა. მე პირადად მუშაობდი იმ პერიოდში მაგალითად სოთში, ვიყავით განაწილებული ამ დანაყოფიდან, სოდიდან სხვადასხვა განყოფილებებში, მე მაგალითად ვიყავი ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ განყოფილებაში, მთელი დღე არჩევნების დღეს ფეხი არ გაგვიდგავს გარეთ. მთელი დღე, საერთოდ აი აქტიურობა იყო აბსოლუტურად 0. არც არაფერი დავალება არ ყოფილა და ესე იყო ჩემი სხვა თანამშრომლებიც ესე იყვნენ. რა თქმა უნდა, იყვნენ ეხლა გარკვეული თანამდებობის პირები და ყველა თანამდებობის პირი, ვისაც რამე სამენეჯერო პოზიცია ეკავა, ესენი აქტიურობდნენ, დარბოდნენ თურმე ვინმე დასაკავებელი იყო, დაკავებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ რიგითი თანამშრომლების მხრიდან ხო ეს განსაკუთრებული ბრძენა რაღაც არ შეიმჩნეოდა, არაფერი რაღაცა ისეთი განსხვავებული არ ხდებოდა, რაც წინა სხვა არჩევნებში არ იყო. და ეს სისტემა შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა, აი და რაზეც მე ვილაპარაკებთ მეც და ირაკლიც, ეს სისტემა ამ სისტემით რო ჩაეტარებინათ ნაციონალურ მოძრაობას, აი ეს 2012 წლის არჩევნები, აი დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ისევ ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და გამორიცხული იყო, რომ ხელისუფლება დაეთმოდა ქართული ოცნებას 50-ზე მეტი პროცენტი მიეღო ამ საპარლამენტო არჩევნებში 2012 წელს. ხო, ეს უნდა ავხსნათ ახლა რა სისტემა შექმნეს ისეთი, რომ 2012 წელს
ნაციონალური მოძრაობა შეძლებდა ამ სისტემით ხელისუფლებაში დარჩენას. მაშინ, როდესაც ივანიშვილი იყო პოპულარული, ძალიან დიდი იყო აქტიურობა და რეგიონებიდან ჩამოდიოდა ხალხი ხმის მისაცემად. ანუ რა სისტემა შეიქმნა ასეთი და როდიდან დაიწყო მოკლედ გადაწყობა. უნდა გავიხსენოთ, ხო 2018 წელი არის ის პერიოდი, როდესაც ივანიშვილი ხვდება, რომ შესაძლოა ძალაუფლება დაკარგოს, იმიტომ რომ წააგო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. უბრალოდ აი 3-4%-ით მოიგო, რასაც შენ ამბობდი, ხო? და ამ დროს ის ხვდება, რომ თუ რაღაც დრამატულად არ შეცვალა, შეიძლება ხელისუფლება ძალიან მარტივად დაკარგოს და ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა. კი, 2012 წლის მერე ეს დანარჩენი არჩევნები, რაც იყო, რაც ჩატარდა შემდეგი არჩევნები 2018 წლამდე ტარდებოდა ჩვეულებრივად, პოლიცია საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერს არ გვავალებდნენ აბსოლუტურად. აი სიების მოტანა რაც ადრე იყო, იმასაც არ თხოვდნენ. ერთადერთი იყო რომ სუსის ეს კონკრეტული ერთი დეპარტამენტის სუდი, როგორც ყოველთვის ის მაშინაც იმ წლებშიც ერეოდა 2018 წლამდე ჩარეული იყო ამ არჩევნების პროცესში და რაღაცა დონის პროცენტს აყალბებდნენ ამის საშუალებით და რაღაცა პროცენტს იმატებდნენ დაახლოებით 3-5%-ს ალბათ. დაახლოებით ესე. 2018 წლის პირველი ტურიშიც არაფერი არ იძნობოდა, არაფერი დავალება არ ყოფილა აბსოლუტურად. ხო, 2018 წლამდე 2016 წელს გამოიცა მინისტრის ბრძანება, სადაც იქნებოდა 3500 საერთოდ საარჩევნო უბანიარი და რეგიონების მიხედვით ეს საარჩევნო უბნები რეგიონების მიხედვით იყო მიმაგრებული ეგრეთ წოდებულ შტაბებზე. ანუ მინისტრის ბრძანებით შეიქმნა შტაბები, სადაც იყვნენ შესულები კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, საპატრულოს უფროსი, დაცვის პოლიციის უფროსი, გდდ-ს უფროსი და ასე შემდეგ. ანუ ეს შტაბები იყო შექმნილი სუფთა უბრალოდ იმის მიზანი ჰქონდა, რომ იმ დღეს საზოგადოების წესრიგის უზრუნველყოფა ყოფილიყო. მეტი არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. 2018 წლის პირველი ტური, პირველ ტურში როგორც დაინახეს შედეგები, რომ სახელმწიფო კანდიდატმა ვერ აჩვენა შედეგი და 50+ ვერ გადაცდა და ანუ საფრთხე ექნებოდათ რომ შეეძლოთ წაეგოთ ეს არჩევნები, აი მაშინ მოხდა ეს გარდატეხა. მაშინ მოხდა რომ დაიბარეს რესპუბლიკის მასშტაბით ყველგან, ეს არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანუ ყველა ძალოვანი უწყებების მობილიზაცია მოხდა, ასევე სრულიად საჯარო სექტორის. მაშინ თქვენს პირველად მაშინ გაისმა ფრაზა რომ აი საშიშროება არის რომ ნაცები უკან დაბრუნდნენ, ანუ ნაცები უკან ბრუნდებიან, აი ეს ფრაზა გაისმა. და მაშინ მოხდა აი ამ მთლიანად სისტემის გადაწყობა. გადაწყობა კი არა, უბრალოდ ახალი სისტემის შექმნა. სასწრაფოდ დაიწყეს რეგიონების მიხედვით და თბილისშიც პლუს-მინუს იგივე სიტუაცია იყო, მაგრამ რეგიონების მასშტაბით ახლა რასაც უყურებდი, ეს იყო ადგილობრივი გამგეობების, ანუ და მუნიციპალიტეტების ბაზაზე შეიქმნა მათი ცალკე შტაბები. ანუ აქ იყო ჩართული გამგებელი, იმ რაიონის მაჟორიტარი, იქაური სუსის უფროსი და რა თქმა უნდა პოლიციის უფროსი და ყველა სოფლის ყველა მოსახლეს გადიოდნენ სათითაოდ. ანუ აი ესეთი არ ვიცი, ტოტალური კონტროლი მთელი იმის და ანალიზი ეს მანამდე არ ყოფილა და არასდროს არც გამიგია და არც მომსწრე არ ყოფილა ესეთი რაღაცის. ანუ მაშინ დაიწყო სათითაოდ ჩამოყავდათ აი ეს სოფლის გამგებლები, ამას ერთ დღეში მთელი ეს რამოდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა ეს პროცესი. ჩამოყავდათ სოფლის გამგებლები, ეს შემადგენლობა იჯდა ცალ-ცალკე, იჯდნენ და ანუ ცალ-ცალკე გადიოდნენ სათითაოდ ოჯახს. ყველა ოჯახის წევრს სრულწლოვანს, ვისაც შეეძლო ხმის მიცემა.
ანუ ვის რა საჭიროება ქონდა, ვის პირობითი ქონდა, ვის პრავა ქონდა წართმეული, ვის ბიზნესი ქონდა და ბიზნესში რაღაც პრობლემა ქონდა, ვის სოციალურად დაუცველი იყო და ბაზარში არ შეყავდათ, ან ქონდათ და მოუხსნეს და ისევ აღდგენას ითხოვდა, ვის ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა და ასე შემდეგ. აი ამ საჭიროებების მიხედვით, ხო, რა თქმა უნდა, ცალკე გამოკვეთილები ყავდათ, ვინც აი ესეთი უიმედო ნაციონალი იყო, თქვათ და უიმედო ოპოზიციონერი იყო. იმათ ცალკე ყოფდნენ და აი ესე გაიარეს სათითაოდ მოხდა ყველას შესწავლა ძირითადად ეს გამგებლები სოფლებში ყველამ ახლა ვისაც გვაქვს შეხება და აქვს შეხება ყველამ იცის რომ გამგებლებმა იციან ყველა მოსახლე და თავისი სოფლის და იციან ვის რა საჭიროება გააჩნია ხო და აი ეს გამოიყენეს ზუსტად იდეალურად და მოხდა სათითაოდ ამ ხალხის ყველაზე манипуляცია, ანუ ვის რა საჭიროება ქონდა იმის მიხედვით. ყველას ყველაფერი შეპირდნენ. რამდენად შეასრულეს მე ეს სხვა საკითხი არის და გადააგდეს მე დიდწილად, მაგრამ ყველას ყველაფერს პირდებოდნენ ერთი სიტყვით. მერე თვითონ არჩევნების დღეს მაშინ გაჩნდა აი ეს ულევი რაოდენობით ბენზინი და კეისა, თანხა. ესე ვთქვათ ქეში, ნაღდი ფული. რომლითაც ხდებოდა ამ ხალხის მერე სოფლებიდან ჩამოყვანა შტაბებამდე მიყვანა წამოყვანა ვიღაცას ნუ იქ ცალკე სიტუაცია იყო ჩვენი შტაბის გარდა ცალკე იყო შექმნილი კიდე აი ეს მეორე შტაბი მუნიციპალური რაც ვთქვი აქ იყო ანუ ამ შტაბებზე იყო ვიმაგრებული ყველა ავტორიტეტი იქნებოდა ეს კრიმინალური ავტორიტეტი უბრალოდ კაი სახელის მქონე ვიღაცა ადამიანი იმ რაიონში ან რომელიღაცა სოფელში და ასე შემდეგ მოკლედ ეს ხალხი ხო ყველა იყო ამ შტაბებზე მიბმული და იმის მიხედვით რამდენი მანქანა შეეძლო მოიყვანა რამდენი ხალხი უნდა გადაიყვანა და ასე შემდეგ არიგებდნენ ამ ბენზინს და თანხას ნუ ის რომ მე ეხლა იმის არჩევნების დღის დასრულებისთანავე სუფრებისთვის იყო ცალკე თანხა გამოყოფილი და საზეიმოდ აღსანიშნავი ასე ვთქვათ ცხვარი და ოციანის ფული იყო ეს ყველა მთელმა მოსახლეობამ ნახა და არც ამაში რა ვიცი ახალს არც აქ არაფერს არ ვიტყვი გიორგი თბილისელებს ვისაც არ უნახავთ აი აუხსენი რა ხდება ესე იგი ცხვარი იკვლება და ოციანი მიაქვთ და დიდი სუფრა არის და როგორ ხდება ანუ ეს ყველა კარგად უნდა იცოდეს რა ხდება რეგიონებში, ხო? ხო, ეს არის, ესე ვთქვათ, ეს და ამის მერე ტრადიციად იქცა, რომ ყველა სოფლებში, სადაც არის საარჩევნო უბნები, იქ და როგორც კი საარჩევნო უბნები სრულდება, იქ რამოდენიმე კაცი მანამდე ამის ორგანიზებას ახდენს და იშლება ეგრეთ წოდებული დიდი სუფრა, რომელიც რა თქმა უნდა, სამთავრობო პარტიიდან რო არის ესე ვთქვათ, ფეშქაში და ანუ ქართული ოცნებიდან რო არის და იგივე ბიძინა ივანიშვილის სახელი რო ქვია არც ეს არ იმალება არსად და ამით აღნიშნავენ ესე ვთქვათ მტერზე გამარჯვებას აი პირდაპირ გაგებით ისე აღნიშნავენ თითქოს აი მართლა რაღაც მოსისხლე მტერზე გაიმარჯვეს და ხდება მე ანუ ამის აღნიშნა და ვისაც დალევა შეუძლია და ვიცი ყველა იკრიბება ამ სუფრის გარშემო არანაირი თანხა ამ პროცესში არ ენანებათ ვიზე რა თქვათ ვიღაცა ნარკომომხმარებელი იყო ვიღაცა ის იყო არც იმათვის არ ენანებათ თქვათ რაღაცა იქ სუბოტექსის ფული ესე ვთქვათ რაღაცა იქ არაფერი ესეთ რაღაცების საერთოდ პრობლემა არ იყო იმ დღეს ერთი სიტყვით მთელი ეს სისტემა ეს ქუჩის ეს მოკრიმინალო და ესეთი მობლატაო ელემენტები ესენი არიან ერთად შეხმატკვილებული მუშაობენ ყველა მიცის ყველაფერი იმ დღეს რა უნდა გააკეთოს იმათ თავიანთი დავალებები აქვთ ამათმა იციან რომ არ უნდა შეწყდეს რაღაცა პრობლემა არ უნდა გაჩნდეს ბენზინზე და ნახტფულზე იმ დღის განმავლობაში და ნუ ცალკე საკითხი არის კიდე ეს როგორ ხდება არაქართულ რეგიონებში იქ ცალკე განსაკუთრებული მზადება არის და იქ ყველამ ვიცით რომ თვითონაც იძახიან ხოლმე და ამაზე არაერთი ის გაკეთდა ჟურნალისტული მასალა არსებობს რომ იქ ძირითადად არის ეს დამოკიდებულება რომ ვინც არის ხელისუფლებაში იმათ უნდა მივცეთ ხმა
აი მაგალითად აზერბაიჯანულ რეგიონებში ხო აზერბაიჯანული ეთნიკურად აზერბაიჯანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში იქ ჩამოდის აზერბაიჯანიდან სოკარიზილი დელეგაცია ყველა არჩევნების წინ ჩამოდის იმ თავიანთ დიდი რესტორანი აქვთ მანეული ცენტრში იქ იშლება დიდი სუფრა ყველა სოფლებიდან არიან ავტორიტეტები სკოლის დირექტორები ასე შემდეგ იქ შეკრებილი იქაც იქ ცალკე ტიპის სუფრა არის და ანუ ცალკე სხვანაირი ფორმა აქვს და ის აქ აქვს გამგებელი მაჟორიტარი ყველა ამ სუფრას და ყველაფერი იცის რომ ხმა უნდა მიცენ ეს ხალხი იშლება მერე თავიანთ სოფლებში და ესენი უზრუნველყოფენ მერე ამ მოსახლეობის მაქსიმალურ მობილიზაციას ერთ სიტყვით ეს იყო ახალი 2018-ში 2020-შიც მერე იგივე ეს სისტემა ეხლა 2020-შიც გაგრძელდა ავტომატურად უფრო დახვეწეს და კიდევ უფრო მერე ახალი გვაჩვენეს უკვე 2024-ში კიდევ უფრო ახალი დახვეწილი. და აქ მნიშვნელოვანი და დავამთავრებ, რისი თქმაც მინდა და დავამთავრებ, რომ აქ მნიშვნელოვანი იყო რომ 3-5% რაც ტრადიციულად აყალბებდნენ და რაც ხშირად ისმოდა ხოლმე ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან გადაიქცა უთბად 20%-ად. 20% დაახლოებით აი ამ პერიოდი პირველსა და მეორე ტურებს შორის აი ამ ახალმა სისტემამ მობილიზაციის და გაყალბების სისტემამ მოუმატა 20% სახელმწიფო კანდიდატს ეს იყო აი ყველაზე კარგი რა ვიცი ფაქტ ჩეკერი თუ გინდა და რა ვიცი ყველაზე კარგი ის მტკიცებულება იყო ეს რომ აი აბსოლუტურად ჩაურევლობის ზალონების და იმის ჩარევის გარეშე რამდენი აიღეს და მერე ამ სრული მობილიზაციით რამდენი აიღეს. აი ეს ხვაობა. ხო, ეს 20% კიდევ უფრო კარგად გავშალოთ, საიდან მოვიტანეთ ეს 20%, მაგრამ ეხა ეს სუფრა ეს ძალიან საინტერესო რამეა, ანუ როგორ ხდება მთლიანად აი ყველაზე ისეთ ინსტინქტებზე მორგება ქართული ოცნება როგორ აკეთებს იმას, რომ აი რაღაცა სუფრით, გულის მოგება, რაღაცა აი ამ სუფრის შემოტანა როგორც მთავარი კულტურული, ფსევდოკულტურული მომენტი, აი ამით როგორ იწყებს გულის მოგებას, თუმცა ეს სუფრა არ არის გადამწყვეტი, აქ ერთ-ერთი ელემენტია. რომელიც აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის თქვათ ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომელიც შემდეგ ოცნებამ გამოიყენა software-ი, რომელიც რუსეთმა მისცა, რომელიც სუში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში იყო, რომელიც საშუალებას იძლეოდა, რომ შეექმნათ უზარმაზარი ბაზა და ამ ბაზაში თავი მოეყარა თითეული ადამიანის პროფილისთვის და შემდეგ ამით მოეხთინათ ამ ადამიანებზე ან ზეწოლა, ან მათი დაყოლიება ტკბილი სიტყვით და ასე შემდეგ. მოკლედ ამაზე ირაკლი აგვიხსენი კარგად აი ეს ტექნოლოგიება როგორ გაამარტივა ქართული ოცნების საქმე. ესე იგი ჩვენ უნდა ვისაუბროთ ორ მიმართულებაზე. ერთი აი ამ ტექნოლოგიებზე, რომელიც შენახსენე და მეორე ინსტიტუციურად, სამართლებრივად, როდიდან როგორ დაიწყეს და რა მეთოდოლოგიები გამოიყენეს ამ საერთო ქსელის შესაქმნელად. პროგრამა, რომელსაც შენ საუბრობ, რომელიც რუსებმა მისცეს და აქვთ ეს პროგრამა. მოდი ამას დავარქვათ, ესე ამომრჩეველთა ქცევის პროგნოზირების პროგრამა. აი ესეთი სახელი უწოდოთ და რას აკეთებს? ანუ ორი რაღაცა ხდება. ანუ ერთი რომ მონაცემების შეგროვება ხდება და მერე ხდება პროფილების შექმნა. ანუ მონაცემების შეგროვება ხდება, ეს იქნება პერსონალური მონაცემები, ანუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დატაბაზებიდან, სოციალური ქსელის აქტივობები, ანუ სად აქტიურობს, რომელ სოციალურ ქსელში რა ფორმით აქტიურობს, გეოლოკაციური და გეოგრაფიული ადგილმდებარეობებით, ანუ საქართველოს რომელი რეგიონი არის, ოჯახის წევრები, ანუ დაუშვათ მისი ოჯახური მდგომარეობა, დასაოჯახებელია, დაოჯახებული არის ასე შემდეგ და სოციალური და ფინანსური სტატუსი. ანუ რა სოციალურ ფენას განეკუთვნება, დაახლოებით შეიძლება რა შემოს, იმიტომ რომ მე ამას აგიხსნით, ამას როგორ აკეთებენ, როგორ არის მიბმული, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოტო, როგორ გახადეს უზარმაზარ მონსტრ ერთეულად და ეს ყველაფერი, ანუ რასაც ახლა მე ვსაუბრო, შეიძლება ვიღაცისთვის იყოს აბსურდული, ხო? როგორ შეიძლება ამ მონაცემების იდენტიფიცირება და შეგროვება, მაგრამ აგროვებენ და მე მოგიყვებით ამას
როგორ აგროვებენ და იქნება და პროფილში რა შედის, ხო? ანუ პოლიტიკური ასე ვთქვათ, სურათი იხატება ამ ადამიანის, ნეიტრალური არის, ოპოზიცია არის, პოზიცია თუ ასე შემდეგ. აქტიურობა, ანუ არჩევნებში ეს ადამიანი აქტიურობს, არ აქტიურობს, იაქტიურებს, არ იაქტიურებს. ოჯახი და სოციალური კავშირები, რა მდგომარეობა აქვს, ფინანსური სამსახური და პოზიცია სახელმწიფო დაწესებულებაშია, კერძო სტრუქტურაშია თუ ასე შემდეგ. ეკონომიკური მდგომარეობა და ყველაზე მნიშვნელოვანი მე საბოლოოდ გამოდის ზეწოლის მექანიზმების, ანუ გამოყავთ რა ზეწოლის მექანიზმები შეიძლება ამ ინდივიდუალურ ადამიანზე შეიქმნას. აი წარმოიდგინეთ ახლა მთლიან საქართველოს მოსახლეობაზე ინდივიდუალურად მსგავსი პროფილები დგება. ანუ ესე იგი ეს პროგრამა აკეთებს ერთგვარ ანალიტიკურ ქსელს, აი რასაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. და ამ ანალიტიკური, ანუ ამ პროგრამის მეშვეობით მე ხდება რა, რომ ანუ ეს მონაცემები ერთიან ბაზაში იყრის თავს. წარმოიდგინეთ, ეს არის ერთი ძალიან დიდი დატა ბაზა, ეს არის ერთი, ასე ვთქვათ, უზარმაზარი სერვერი, სადაც ეს ინფორმაციები იყრის თავს და შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთოს ცალკეული, ანუ პროგრამას მისცეს და მოსთხოვოს რა უნდა გააკეთოს, რა ინფორმაცია სჭირდება. ადგილმდებარეობის მიხედვით, სოციალური ჯგუფების მიხედვით, კლასობრივი დაჯგუფების მიხედვით, ნებისმიერი რომ მე ამას ამ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, პარტაქტივში შლიან, ანუ თავის პარტაქტივში აძლევენ, რომ გამოიყენონ სხვადასხვა манипуляციური საშუალებებისთვის. ანუ ეს არის ცალკე მდგომი პროგრამა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და რაზეც ახლა მინდა გავაგრძელო მუშაობა, ანუ ინსტიტუციურ დონეზე როგორ დაიწყოს. ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული, თვისობრივათაც, შინაარსობრივათაც და ტექნიკურათაც. ახლა 2020 წლიდან იწყება ფაქტიურად აი ამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასე ვთქვათ, ჩარევა, მოდი ესე დავარქვათ, იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის სამინისტროში დაიწყო 2020 წლიდან ცალკეული სიპების და სააგენტოების რეფორმა, გაერთიანება და ჩამოაყალიბეს ციფრული მმართველობის სააგენტო და ამ სააგენტოს თავმჯდომარედ მაშინ პირველად არ ვიცი ახლა ის პიროვნება ისევ არის თუ არა, დავით ნადირაშვილი დაინიშნა და მოადგილე ყავდა ლევან გელაშვილი. ეს ადამიანები იყვნენ პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციით დანიშნული ადამიანები. და რა ხდება, ანუ ესე იგი იწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფილტრაცია იუსტიციის სამინისტროში, რაც არასდროს მსგავსი რამე მანამდე საქართველოს ისტორიის არსებობაში, ინსტიტუციური ისტორიის არსებობაში არ ყოფილა. და რაზე არის აქ საუბარი? ნახეთ, ანუ ბაზები, რომელიც აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს ბაზები, ამ ბაზებს ინფორმაცია მოაქვთ იუსტიციის სამინისტროს ბაზებიდან, ანუ პერსონალურ მონაცემთა ბაზებზე მაქვს საუბარი. და როგორ ხდება, ხო? ანუ ესე იგი ხდებოდა მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროზე და იუსტიციის სამინისტრო უკვე ამას სელექციურად აკავშირებდა, ანუ ჯერ აკეთებდა მოთხოვნას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პირობითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ნებართვას რთავდა იუსტიციის სამინისტრო და სელექციურ კავშირს უკეთებდა, ანუ აძლევდა უბრალოდ წვდომას ინფორმაციაზე. ამ ციფრული სააგენტოს შექმნით და ამ ასე არა მარტო ასე ვთქვათ ეს ორი პიროვნება მთლიანად, ანუ კიბერუსაფრთხოებაზე და ასე ვთქვათ ტექნიკური მომსახურების სისტემებზე პასუხისმგებელი პირების 99% დანიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. უზარმაზარი წმენდა ჩაატარეს. აი ვინც მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში და წარმოდგენა აქვს და შეხება აქვს აი ამ სააგენტოებთან, რასაც მე ვსაუბრობ, მიხვდება, რომ ანუ აბსოლუტური წმენდა გააკეთეს და მთლიანად მიიყვანეს სუსის წარმომადგენლები. ანუ რა მოხდა, ანუ ამითი რა გააკეთეს? მთლიანად აიღეს წვდომა. და ამ წვდომაზე რაზე არის საუბარი? ადრე თუ ეს სელექციური კავშირი იყო, დღეს უკვე სულს აქვს ლაივ, ანუ ნედლ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობა. ანუ რას ნიშნავს? მე რო პირობითად შსს-ში მუშაობდი და ჩავწერდი პირობითად ეკა კვესიტაძე, ხო? და ამოვარდებოდა ინფორმაცია და მქონდა დაუშვათ სად დაიბადე, რომელ წელს დაიბადე, შენი მშობლების მონაცემები, თუ ასე შემდეგ, ხდებით? ეს უბრალოდ მქონდა ინფორმაციის. რა ვიყიდე, რა გავყიდე? მაგაზე აღარ არის ეკა საუბარი.
ანუ აქ არის საუბარი, რომ დღეს უკვე ოტოს მიეცა საკანონმდებლო დონეზეც კი დაურეგულირდეს, ანუ მიიღეს ამაზე შესაბამისი ორგანული კანონი და მისცეს უფლება ოტოს, რომ ამ ნედლ მონაცემებზე ვეძახი რას, რომ შენი მონაცემებზე ადრე თუ ქონდათ სელექციური წვდომა, ეხლა აქვს ლაივ მონაცემებზე და ცვლილებების შეტანა. კიდე კარგად აგვიხსენი ეს რას ნიშნავს ნედლ მონაცემებზე წვდომა და სელექციური წვდომა, ხო? ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის არა, გავიგე, მაგრამ აი სელექციური წვდომა რას ნიშნავს? აი სელექციური წვდომა იყო. სელექციური წვდომა ეს რას ნიშნავს? სელექციური წვდომა იყო, როდესაც უბრალოდ ჰქონდათ ინფორმაცია პერსონაზე და პერსონის პერსონალურ და იდენტიფიცირებად მონაცემებზე და დღეს უკვე აქვთ, რომ ამ პერსონაზე მონაცემებში ცვლილება თავად სუსმა განახორციელოს. ანუ სუს აქვს რომ ეს რას ნიშნავს? აი იმას ნიშნავს, რომ სულს შეუძლია შევიდეს იუსტიციის ბაზებში და ეკა კვესიტაცია ან მთლიანად გააქროს მონაცემთა ბაზებიდან, ან დაამატოს ახალი ეკა კვესიტაცია. პირობითად ვიძახი. ანუ შეუძლიათ ამ მონაცემთა ბაზებში ცვლილებების განხორციელება, რაც არ არსებობდა, იმიტომ რატო ვიძახი, რომ ეს ნამდვილად იცი ირაკლი, იმიტომ რომ ეგ ისეთი რამეა, რომ რა ვიცი, მაშინ რაღაცა ილუზორულ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩემი გაქრობა თუ შეუძლია ეკა ილუზორულ სამყაროში კი არ ვცხოვრობთ. მოდი, იცით რა არის, ილუზორულ სამყაროში კი არ ვცხოვრობთ, ილუზორულ სამყაროში გვაცხოვრებს პოზიციაც და ოპოზიციაც. და რატო? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ან ვიღაცას ვესაუბრებით და ვუხსნით და ველაპარაკებით, სიღრმისეულად და შინაარსობრივად არავინ არ მოყვება. მე კი არა და ჩვენ კი არა. ანუ ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს ყველას უნდა და აინტერესებს რაღაცა ისეთი არ ვიცი ინფორმაციები, რასაც უფრო ან ადვილად გაიყიდება, ან უფრო მეტი მნახველი ეყოლება, ან უფრო მეტი რეკლამა ექნება. შინაარსობრივ დონეზე არავინ არასდროს არ დაინტერესებულა და ეს საკითხი არასდროს არავის წინა პლანზე არ წამოუწევია. ანუ ჯერ თუ ეს არ გავიაზრეთ, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე და ამ მასშტაბის პრობლემიდან გამომდინარე არ შევხედეთ არჩევნებში მონაწილეობის რელევანტურობას და აზრს აქვს თუ არა, აი რო ვიძახით, რატომ არ აქვს. აი ამიტომ არ აქვს და კიდე ჯერ ნახევარი არ მომიყოლია თქვენთვის. იმიტომ არ აქვს, ანუ ესე იგი იუსტიციის სამინისტრო რატო ვიძახით, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და ავტონომიური, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურა გამომდინარე მისი სენსიტიური ფუნქციებიდან. ანუ გარდა იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრო ხო ფაქტიურად გენერალურ პროკურატურასაც მოიცავს, ხო? მას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზები, დატაბაზები. ამ მონაცემთა დატაბაზებზე წვდომა მისცეს ოტოს. ანუ ერთი არის, რომ მოახდინეს მთლიანი ინფილტრაცია სუსის ამ სისტემაში. იმიტომ არის დღეს ვინც არის მინისტრი, იმიტომ იყო ბრეგაძეს, მოხდა ბრეგაძის დროს. მთლიანად ყველაფერი მოხდა რატი ბრეგაძის მინისტრობის პერიოდში და დღეს იმიტომ არის და ყოველთვის იმიტომ დანიშნავენ ალბათ ისეთ მინისტრებს, რომელსაც ამ ნაწილში არათუ განათლება წარმოდგენა არ აქვს, რასაკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანუ ინტელექტუალურ დონეზე ვერ გაყვება, შინაარსობრივ დონეზე ვერ გაყვება. ეს გააკეთეს ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა სახელმწიფო ინსტიტუციის ნაწილში, რაც ამათმა განახორციელეს. გიორგი, აი შენი გამოცდილება არის ახლა საინტერესო რა, უკვე სუსის თვალით. აი რა ხდება ამ დროს, რაზეც ირაკლი ლაპარაკობს, აი შენ როგორ დაინახე ეს შიგნიდან? ესეც ანუ ამათი მოგონილი ნოუ-ჰაუ არის ესეც და ამათი მოგონილი არის ეს ახალი სისტემა, რაზეც ირაკლი ლაპარაკობდა. ანუ ესეც იწყება დაახლოებით 2018 წლიდან, როცა დაიწყეს წინასწარ პროგნოზირება, რამდენი ხალხი ვთქვათ მიტინგებზე, ვთქვათ რაღაცა დაკიდებული თარიღები როცა იყო და რაღაცა დემონსტრაცია იყო წინასწარ ჩანიშნული, იცოდნენ წინასწარ, ითვლიდნენ რამდენი ხალხი მივიდოდა მაგალითად მიტინგზე. ეს სისტემა, რასაც ირაკლი ლაპარაკობს, სადაც გაერთიანებული არის სოციალური ქსელები, ოტოს მონაცემები, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის და საჯარო რეესტრის ბაზები, ეს ყველაფერი ერთად გაერთიანებული, რომელიც მერე აი ეს სისტემა ახდენს მათ ანალიზს, ეს სისტემა უდებდა უშუალოდ ციფრს
დაახლოებით რამდენი კაცი გავიდოდა მაგალითად დაკიდებული თარიღი რო იყო რომელიღაცა მიტინგზე ან დემონსტრაციაზე. დაახლოებით მოსვლას აპირებს 5000. ეს მაშინ მოხდა 2018 წლებში ხდება დაახლოებით. მაშინ იყო პირველად რომ წინასწარ იცოდნენ და მაგის მიხედვით ახდენდნენ ხოლმე მობილიზაციას. რომ დაახლოებით აი ამ დღეს მაგალითად ამ მიტინგზე, ჩანიშნულ მიტინგზე 5000 კაცზე მეტი არ მოვა იტყოდნენ და ბევრი ხალხი არ გჭირდება. ანუ პოლიციის მობილიზაციასაც იმის მიხედვით ახდენდნენ. ანუ ეს მარტო საარჩევნო სისტემისთვის არ იყო, ეს იყო აი ზუსტად მაგისთვის, ესენი რო ყოველ დღე და გამუდმებით რევოლუციის და რაღაც დამხობის მოლოდინში არიან. აი ამ ეს სისტემა ითვლიდა აი ამ კონკრეტულ დღეებში და დაკიდებულ თარიღებზე რამდენი ხალხი მოახდენ და რამდენი ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში ერთი სიტყვით. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის მაგ პერიოდიდან ანუ ადრე რო იძახიან აი ნაციონალების დროს მონოპოლიზირებული იყო ყველა საჯარო უწყებაო ამ სამოქალაქო რეესში რაც ირაკლი მაგნიშნა რომ ეხლა ოტოდან და სუსიდან გადმოიყვანეს ხალხი და ასე შემდეგო კი ეს მართალი არის და ესეც იყო ამათი სიახლე იყო იმ დროს ნაციონალების დროს იყო რაღაც უწყებები რასაც ისინი არ ეხებოდნენ იქ არც თანამშრომლების მიგრაცია არ ხდებოდა მაგალითად სამხარაულის ექსპედიციის ბიუროში პოლიციიდან არავინ არ გადადიოდა და გადმოდიოდა ან სამოქალაქო რეესტრში არ გადადიოდნენ თანამშრომლები და გადმოდიოდნენ ანუ ესეც იყო ამათი ნოუ-ჰაუ იმ ვერავინ ვერ აძლევდა მითითებებს ვერც ექსპერტიზას ვერც სამოქალაქო რეესტრს ესეც ახალი იყო როცა აი ამათმა აზილეს ეს სამოქალაქო რეესტრიც აი ამ ერთიან გაყალბების სისტემაში ანუ ესე იგი ჩვენ ხო ვახსენეთ ეს პროგრამა რომელიც ამომრჩეველთა ქცევის პროგნოზირებას აკეთებს და ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროში განახორციელეს და იმ ინფილტრაციაზე, რომელიცაც სუსმა მთლიანად მოახდინა კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზებზე. ეხლა როგორ იღებენ ეს ინფორმაციას, რომ მსმენელისთვის და მაყურებლისთვის უფრო გასაგებად მარტივ ენაზე რო ახსნათ. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი ეს პერსონალური მონაცემთა ბაზები, რომელიც აქვს იუსტიციის სამინისტროს. თქვენ ალბათ არ ვიცი გინახავთ ან მსმენელს უნახავს როგორ დადიან აგიტატორები თუ საქართველოს ოცნების წარმომადგენლები სიებით, სადაც არის ფოტოსურათები. ეს ფოტოსურათები ეს არის პირდაპირ ამოღებული CSGO-ს ბაზებიდან. ანუ CSGO-ს ბაზებზეც წვდომა აქვთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც პერსონალური მონაცემები. სადაც დაიდენტიფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე რამდენი არის ასაკობრივი ჯგუფით, გენდერული ნიშნით, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, სოფლებით, რაიონებით, დასახლებებით და ასე შემდეგ. ანუ სუს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზებზე ინტეგრირებული არის აი ეს პერსონალური მონაცემთა ბაზები, სადაც უკვე ცვლილებების განხორციელება შეუძლია სუს ინტეგრირებული არის ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზები, ანუ შეუძლიათ ნახონ ძალიან მარტივად კონკრეტულ პიროვნებაზე. რამდენი აქვს შემოსავალი, საიდან აქვს შემოსავალი, მეტიც, ანუ კონტრაქტები ნახონ, ანუ პირობითად გაფორმებული რო აქვს სიტყვაზე ვიღაცა X პიროვნებას, რომელიღაცა შეპესესთან, აი ამ კონტრაქტზეც აქვს წვდომა, რამდენი ჩაერიცხა, სესხი რამდენი აქვს, დაფინანსება რამდენი მიიღო, ჩარიცხვები რამდენი მიუვიდა, საიდან, ვინ ჩაურიცხა და ასე შემდეგ. მაგის გარდა მთლიანად უკვე არის ინტეგრირებული სუსისა და შსს-ს ბაზებიც, ხო? ანუ კრიმინალური რეპორტები, ავტომობილის რეგისტრაციები, იარაღის რეგისტრაციები, აქ არის სოციალური ბაზებიც, ანუ ვინ არის სოციალურად დაუცველები, პატიმრები ვინები არიან და ანუ მთლიანი, ანუ წარმოიდგინეთ რა უზარმაზარება, ანუ მე რატო საუბრობ ესე დეტალურად, რომ მასშტაბი მინდა რომ წარმოიდგინოს მსმენელმა რა მასშტაბზე ვსაუბრობ, ჩვენ რაზე აქვს წვდომა, რატო არის ეს მონსტრი. ეს ადრე იყო დელეგირებული, ეს იყო განცალკევებული. არ შეეძლო რომელიღაცა ერთ კონკრეტულ პირს ან პირთა ჯგუფს ამ მთლიანი
ინფორმაციების მართვა და ეს იმიტომ იყო, რომ ინსტიტუციური მდგრადობა შენარჩუნებულიყო. ეს არ მოყრილიყო ერთი მონსტრი უწყება არ შექმნილიყო, როგორიც არის შექმნილი დღეს რუსეთში, როგორიც არის ბელარუსიაში, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეაში, როგორიც არის ჩინეთში. ამ მოდელებს იღებენ, იმიტომ ემიჯნებიან დასავლეთს და იმიტომ რო ავიღოთ პირობითად ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? გამოძიების ფედერალური ბიურო აბსოლუტურად დამოუკიდებელი არის. ფედერალურ დონეზე და შტატის დონეზე საგამოძიებო ნაწილები აბსოლუტურად დამოუკიდებელი არის და AINL და DEA და CIA-ზე აღარა მაქვს სააგენტოებზე საუბარი, ყველა დამოუკიდებელი უწყება არის. ხვდებით? საბოლოოდ ეს შეიძლება ექვემდებარებოდეს პირობითად პრეზიდენტი იქნება, სახელმწიფო მდივანი თუ ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ინსტიტუციები არიან დამოუკიდებლები და ერთმანეთზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ არსებობს. რაც ეს საქართველოში დღეს აღარ აქვს. ამ პროგრამებს რო დაუბრუნდეთ, ირაკლი, ეს ახლა ახალი ამბავი არ არის, ხო? Facebook-იც და ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელი, TikTok-ი იქნება თუ სხვა ნაკლებად ცნობილი, არის დგას ალგორითმებზე. ეს ალგორითმი გამოიცნობს, რა მოწონს მის მომხმარებელს, რა მოეწონება, რისი შეთავაზება შეუძლია. ეგ არის ერთ-ერთი კომპონენტი, მხოლოდ ნახე, ეგ სოციალური ქსელები, სოციალურ ქსელებამდე პირველი არის სამიზნე აუდიტორიები. ჯერ ხდება სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა. პირველი საერთო მოსახლეობას იღებენ და ამ საერთო მოსახლეობიდან ხდება გამოყოფა. ახალგაზრდების, სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულების, რელიგიური ჯგუფები, ბიზნეს წრეები, მოწყვლადი ჯგუფები, ჯერ პირველი ხდება სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა. მერე ხდება ამ სამიზნე აუდიტორიებისათვის ძირითადი გზავნილების, ასე ვთქვათ, ნარატივების შექმნა. ამ სამიზნე აუდიტორიაზე ვინ რაზე რეაგირებს. მერე არის ეს ძირითადი გზავნილების შემუშავება, ამ სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული გზავნილების შემუშავება. ვინ რაზე არის? უკრაინის ომით მანიპულირება, რატო გამოფინეს ბანერები უკრაინის ომის, ხო? ერთი მხრივ ამორალური და ამაზრზენი იყო, მაგრამ სჭირდებოდათ, იმიტომ რომ ამ პროგრამამ გამოკვეთა, რომ არის რაღაცა სამიზნე აუდიტორია, რომელიც ამაზე რეაგირებს და ამან იმუშავა, ხვდებით? მათთვის მორალური და ზნეობრივი ზღვარი არ არსებობს, მათთვის არის ზუსტად რომ, ესე იგი, მიზანი ამართლებს საშუალებებს, ამით მიყვებიან. ამის მერე მოდის ეს საკომუნიკაციო არხები, რასაც შენ საუბრობ. ეს იქნება სოციალური ქსელები, ტელევიზია, Facebook-ი, YouTube-ი, TikTok-ი, Telegram-ი, Instagram-ი თუ ასე შემდეგ. ამის Google-ი თუ ნებისმიერი, უკვე მოდის ეს არის საკომუნიკაციო, როგორ გაავრცელონ, რა მეთოდოლოგიით გაავრცელონ, რა საშუალებებით გაავრცელონ. მერე არის უკვე ოპერაციული მექანიზმები. ამ ოპერაციულ მექანიზმებში რა არის? პირობითად ვინ ავრცელებს ამას? სახელმწიფო ავრცელებს? კერძოპირი ავრცელებს? ყალბიტროლები და ბოტები ავრცელებს? როგორ ხდება ამისი გავრცელება და ამ სამიზნე აუდიტორიამდე ამ ინფორმაციის მიტანა? მერე არის უკვე აქ არის შემოსული ამ ოპერაციულ მექანიზმებში ოპონენტების დისკრედიტაციის საკითხები. როგორ მოხდეს საზოგადოების გახლეჩვა, როგორ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება. ზოგადად, რა ვიცი, ალბათ ვისაც რაღაცა უნივერსიტეტში უსწავლია ელემენტარულ დონეზე საინფორმაციო ოპერაციების ნაწილი, ანაბანაში წერია, რომ ყველა ინფორმაციას ბოლოში უწერია წყარო. თუ არ არის მითითებული წყარო, ეს ინფორმაციაზე დაყრდნობა არ შეიძლება. როგორ ხვდებით, რამდენჯერ შეგვედრია, რომ მარტივად შეიძლება ადამიანზე რაღაცა Facebook-ზე იწერება და მერე ამაზე ხდება მთლიანი ყურადღების გადატანა, სპეციალურად, მიზანმიმართულად ხდება. საზოგადოების პოლარიზება, დააკვირდით მნიშვნელოვანი თემები. ავიღოთ ბოლო 2 კვირის თუ გნებავთ ბოლო 1 თვის. ყველაზე მნიშვნელოვანი თემები როგორც კი ხდება წამოწევა ამ მნიშვნელოვანი თემების, ინწოთა სახელმწიფო ერთვება, რომ მოხდეს ამ თემების ყურადღების გადატანა აბსოლუტურად უმნიშვნელო რაღაცა მდაბიო საკითხებზე და ამაზე აკამათებს ცალკეულ პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, აქტიურ ადამიანებს, მათ შორის რომელსაც მინიმუმ 5-6 გამომწერი ყავს და ასე შემდეგ რა. იმით რატო აკეთებს? იმიტომ რომ დუღილის ტემპერატურა საზოგადოებაში, უკმაყოფილების დუღილის ტემპერატურა რაღაც პიკს არ მიაღწიოს, ხვდებით? პირობითად ვიძახი, ბევრჯერ იმ დღეს მქონდა შეხვედრა
ჩემი ორგანიზაციის ნაწილში და აი რევოლუციაზე რას ვიქნებ? რევოლუცია სიტყვა არის მარგინალიზირებული დღევანდელ ხელისუფლებაში, მაგრამ რევოლუციას არ ახდენს ადამიანები, რევოლუციას ახდენს საზოგადოება, უკმაყოფილო საზოგადოება. ხდებით? ანუ ეს დუღილის ტემპერატურამ რო არ მიაღწიოს უკმაყოფილების პიკს, ამისთვის სჭირდება სხვადასხვა საშუალებები, ერთი რო ყურადღების გადატანა მოხდეს, მეორე გახლეჩვა მოხდეს პოლარიზება და ასე შემდეგ. მერე არის ემოციური კონტენტების წარმოება, ანუ პირდაპირ რაზე არის მოწყვლადი, ანუ ის ამიზნე აუდიტორია. და ამის მერე უკვე ხდება მარტივად ნებისმიერი პროტესტის, ანუ ამის ფონზე წამოსული ნებისმიერი პროტესტის манипуляციები და ამ პროტესტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. აი მარტივად რო ვთქვა სიტყვაზე, ვინ არიან ტიტუშკები, ვინ არიან შემოგზავნილები და აი ეხლა სურათი რო დაინახოთ, ეხლა მე ესე დეტალურად ხო არც ტელევიზია ფორმატს არ იძლეოდა და ვერ ვისაუბრებდი, მაგრამ ნუ ვისთანაც შემეძლო ინდივიდუალურად ყველას უხსნიდი ამას რა. აი როგორ არის ეს თლიანი ჯაჭვს თუ ეხლა დაინახავთ, მე იქ უკვე ადვილად მიხვდებით რატო და როგორ ხდება ამ საპროტესტო აქციების მარგინალიზება. და რა არის მე ხო, ანუ ამის შედეგს რას იღებს, ხო ეს ანუ სახელმწიფო, ანუ ერთი არისო ეს უკმაყოფილების დონე იწევა, პროტესტი ქრება, საზოგადოებას ყურადღება გადააქვს, პოლიტიკური პოლარიზაცია ძლიერდება, რაც პირდაპირ ეს ქართული ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს და ანუ ამით ხდება რა, რომ ანუ არჩევნების შედეგებზე გავლენისთვის უკვე ძალიან მარტივად აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი манипуляციური ქმედებებით მიაღწიოს მის ასრულებას შედეგს. და ბოლოს არის მხარდამჭერი აქტორები და რესურსები, ანუ რაში იყენებენ, ანუ ძირითადი რა არის ანუ ტექნიკური საშუალებები. ეს არის რუსეთი და ჩინეთი, რომელიც ძალიან დიდი მხარდამჭერი არის, ანუ ამ პროცესებისთვის. ანუ ეს არის ადგილობრივი ბიზნესები, ანუ მე ვეძახი ამათ ოცნების ჯიბის ბიზნესმენებს, რომლებიც ძალიან დიდი დონორები და შემომწირველები არიან. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ უკვე მეორე სერიაში დაწვრილებით რეგიონების დონეზე, აი ამ სქემებს დეტალურად ავხსნით, როგორ მუშაობს და კახაკიკნა და დაგვეხმარება ამაში. მედია საშუალებები, რომელიც მათ ხელში არის და IT და კიბერ ჯგუფები, IT და კიბერ ჯგუფებში ეკა ჩათვალეთ, რომ ანუ ყველა IT და კიბერ ჯგუფი პარალელურად რომელებიც არის კოლ-ცენტრები, ეს ხალხი, ეს ახალგაზრდები, რომელსაც 10, 15, 20,000 დოლარი აქვს თვეში ხელფასი, გარდა იმისა, რომ ძარცვავენ ევროპის მოქალაქეებს და საზოგადოებას, ესენი არიან პოტენციური ეს IT სპეციალისტები, რომელსაც ნებისმიერ დროს ქართული ოცნება გამოიყენებს აი ამ манипуляციების ციფრული манипуляციების შესასრულებლად. რა ვიცი, მე მგონი აი თლიანი კონტექსტი მე მგონი შეკრული არის. ამის მერე რჩება უკვე რომ ვისაუბროთ როგორ ხდება უკვე უშუალოდ არჩევნებამდე ჯგუფების ფორმირება, აი რაც გიორგი მისაუბრა. უკვე ინსტიტუციურ დონეზე აგიხსნათ, როგორ ხდება ამ ჯგუფების ფორმირება და კონკრეტულად არჩევნების დღეს აი ეს კაპიტნები ვინ არიან და ლაივ რეჟიმში როგორ მიმდინარეობს ამ მონაცემების მართვა. კი ბატონო. ეხლა ერთადერთი რამე, ანუ ყველაფერი იდეალურად ახსენი, მე მგონი ყოველ შემთხვევაში ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებად, ეს მეტნაკლებად მეც ვიცოდი. ანუ აქ ერთი ძალიან მძიმე თემა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ეხლა ეს ტექნოლოგიური წინსვლა, როგორ აძლიერებს ავტორიტარებს. ანუ იმიტომ რომ სახელმწიფოს და ხელისუფლებაში მყოფი ძალის ხელშია ყველაზე დიდი რესურსები, მათ შეუძლიათ ყველაზე ესეთი სერიოზული ტექნოლოგიური საშუალებების შეძენა იმისათვის, რომ თავისი ძალაუფლება აი ასეთი ჩარევებით განამტკიცონ და შეინარჩუნონ და ეხლა შენ რაც მოყავი არის ამისი მწყინვალე ილუსტრაცია, როგორ ეხმარება ტექნოლოგიები ავტორიტარულ რეჟიმებს ძალაუფლებაში დარჩენაში. ეხლა მეორე ეს ერთი ასევე ისაუბრე საინფორმაციო პროპაგანდისტულ ნაწილზე, ხო, როგორ ხდება საინფორმაციო ოპერაცია და ჩვენი ასე თქვა გონების მართვა სამიზნე ჯგუფების მიხედვით, როგორ ყველას აწვდიან იმას, რაც უნდა. ესეც პროპაგანდის მთავარი ღერძია. მაგრამ ახლა რომ გადმოვიტანოთ ეს, თქვათ, უფრო ასე თქვათ კოორდინატორების მუშაობაზეც, ხო? აქამდე თუ კოორდინატორი
ხელისუფლების კოორდინატორი აგროვებდა თვითონ ინფორმაციას მეზობლებში, ხო, იმას რა უჭირს, აი რაღაცა ამ დათოს ოჯახს ეს პრობლემა აქვს, მზიას ოჯახს ეს პრობლემა აქვს, იმას ეს, ანუ მისი სუბიექტური აღქმები იყო. ეხლა ეს კოორდინატორი იღებს სრულ ინფორმაციას მის სამეზობლოზე, ვის ვალი აქვს, ვის შვილი ყავს დასასაქმებელი, ვისი ოჯახის წევრს აქვს პრობლემები პენტენციალურ პრობლემასთან უწყებებთან. მაგას უფრო კარგად აგიხსნი, მაგას უფრო აგიხსნი ინსტიტუციურ დონეზე მაგას როგორ აკეთებ. ხო, ანუ მიდის უკვე და ეუბნება, რომ ეხლა შენ შვილს რო პრობლემები აქვს, იქ მოგიგვარებ ამ პრობლემებს, შენ რო გადასახადი გაქვს, ხო? სანამ მივა აი რა ხდება ეს არის მნიშვნელოვანი და რა და გიორგიც ჩაერთოს მე ამაში ხო 6 დაახლოებით 6 თვით ადრე აი გიორგიმ რაც ისაუბრა იმ ჯგუფებზე იქნება ეს ჯგუფები ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანუ ჰედი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანუ იქნება რესპუბლიკის დონეზე, იქნება რეგიონის დონეზე და იქნება რაიონის დონეზე. და აი ეს ღერძი, ეს ვერტიკალი და შემადგენლობა ყველგან არის უცვლელი, უბრალოდ თანამდებობები არის პირობითად რესპუბლიკის დონეზე არიან მინისტრები, რეგიონის დონეზე არიან რეგიონალური დეპარტამენტის და ცალკეული დანაყოფის ხელმძღვანელები და რაიონის დონეზე არიან სამმართველოს უფროსები. ანუ ამ ჯგუფში შედის შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაქვემდებარებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დაცვის პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია ასევე შედის თავდაცვის სამინისტრო, შედის გუბერნატორები და შედის პარტიის ოფისი. იგივე დონე არის რაიონში ჩაშლილი. ოღონდ რაიონში უკვე შეიძლება დაემატოს პირობითად შინაგან საქმეთა სამინისტრო და სიტყვაზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი თუ იმ რაიონში სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი ამ თუ იმ რაიონში რომელიმე სხვა ძალოვანი სტრუქტურა ოპერირებს და შესაბამისი ხელმძღვანელი პირები არიან ამ ჯგუფში ორგანიზებული. ეს ჯგუფი უკვე იწყებს ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას. ჩვენ ხოთ ერთი ის პროგრამა ამომრჩეველთა ქცევას რო განსაზღვრავს და აქეთ უკვე იწყება ამომრჩეველთა იდენტიფიცირება, ხო? ამისთვის იყენებენ მათ ხელს არსებულ სახელმწიფო ბაზებს, სოციალურ ქსელებს და პლატფორმებს, ისევე გეოლოკაციებს, ოჯახის და რატო აკეთებენ ამასაც მე გეტყვით და გებასციები არა, ნახეთ აი რაიონის, ავიღოთ ერთი კონკრეტული რაიონი, ერთი კონკრეტული სოფელი და ერთი კონკრეტული ქუჩა. ამ ქუჩაზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს? ამ მაცხოვრებლებიდან ვინ არის ქართული ოცნების მხარდამჭერი, ვინ არის ნაციონალების მხარდამჭერი, ვინ არის ოთხიანის ოღონდ ციფრებით აქვთ, სახელები არ არის, რომ იცოდეთ, ციფრებით აქვთ, 5-იანი, 4-იანი, 9-იანი, 41 და ასე შემდეგ. და არის კითხვის ნიშნები. ეს კითხვის ნიშნები არის ეგრეთ წოდებული ერთი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და მეორე, რომ ან ის ადამიანი არ იმყოფება იმ მისამართზე არის ჩაწერილი და არ ცხოვრობს იქ და სხვაგან არის, ან გაურკვეველია და არა იდენტიფიცირებული არის. ამ თითოეულ ჯგუფში არის ინტეგრირებული პარტიის წარმომადგენლები, როგორც რეგიონალურ დონეზე, ისე რაიონულ დონეზე. ამ პარტიის წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ, აქტივს აქვს ეს საველე სამუშაოები შესრულებული. და მე ხდება დახარისხება და აი ამ სამუშაო ჯგუფში და ეს არის ყველაზე საინტერესო, რომ პოლიციის განყოფილებებში არის ეს მოწყობილი სამუშაო ჯგუფები, ეს შტაბები. და ამ სამუშაო ჯგუფებში არიან აგრეთვე ჩართული კრიმინალური ელემენტები. კრიმინალურ ელემენტებში გულისხმობ იმ რაიონში მაცხოვრებელი დანაშაულებრივი, ეს იქნება დაუშვათ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული, ეს იქნება ქუჩასთან დაკავშირებული, ნარკოტიკებთან თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი რამოდენიმე შემთხვევა ვიცი, სადაც აი ამ პოლიციელების გვერდით იჯდნენ ადამიანები, რომლებიც თვითონ იმ პოლიციელებს ყავდათ დაკავებული. და ცალკე საუბარში ეს პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ძალიან უკმაყოფილო და ვერ აგიღწეს. უბრალოდ ვერაფერს ვერ ცვლიდნენ, რომ სამჯერ ყავსო დაკავებული და ჩემთან ჯგუფში მაგიდასთან ზის, რომელმაც უნდა მიიღოს კონკრეტული დავალება, იმიტომ რომ იმას თავისი კონკრეტული სამიზნე აუდიტორია ყავს. აი დღესაც შემხვდა, რომ 29 კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირი
პირი დააკავეს. აი რომ გადავახვიო ერთი წლის განმავლობაში ესეთი რამდენი ინფორმაცია გამოდო შსს-ს შეიძლება ავიდეს 500 კაცამდე. აქ არის ორი რაღაც. ერთი რომ საზოგადოებას ატყუებენ და მეორე რომ ეს ადამიანების რო აკავებენ ისე უკან უშვებენ. ანუ ეს არის კოლაბორაცია, ეს არის თანამშრომლობა კრიმინალურ ბევრჯერ მithქვამს და აქაც ღია ეთერში თქვენთან ერთად გავიმეორებ. ყველა სახელმწიფო არის განწირული და ის მთავრობა არის ავადმყოფი, რომელსაც ხმების მისაღებად ჭირდება კრიმინალური სამყაროს დახმარება. დამთავრებული არის. რომ აქ რო გადავიდეთ. ანუ შემდეგ აი ამ მიღებული ინფორმაციებით ხდება ამომრჩეველზე ზეწოლის მექანიზმის შემუშავება ინდივიდუალურ პროფილის დონეზე. ინდივიდუალური, რამდენი ამომრჩეველიც არის და აქ არის ორი ხაზი. ერთი არის ანუ პოზიტიური სტიმული, მოდი ესე დავარქვათ და მეორე არის შანტაჟი და ზეწოლა და მუქარა. პოზიტიურ სტიმულში რა შედის? პირობითად, ვიღაცას აქვს პრობლემა სიტყვაზე მართვის ნაწილში, ან აქვს დაკისრებული ჯარიმები, ან აქვს ფინანსური პრობლემები, ან სჭირდება სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება, მედიკამენტები, ციხეში ყავს ვიღაცა და მან სჭირდება, მიმდინარეობს შეთავაზება. ანუ როგორ მიმდინარეობს? ანუ ხო ხდებით რო არ დააბრუნდე უკან, ანუ პროფილი დაიდენტიფიცირებული არის, ანუ ირაკლი შაიშმელაშვილი დაიდენტიფიცირებული არის უკვე და იციან ირაკლის, ანუ ჩემთან რომ მოდიან იციან რაზე უნდა მესაუბრონ. და მეორე არის უკვე ზეწოლა, პირობითად ამ პიროვნებას სახელისუფლებო, ანუ საჯარო სტრუქტურაში ვიღაცა ყავს დასაქმებული სიტყვაზე რა, აქვს რაღაცა სადასაგადასახადო გირავნობა, აქვს ვალი სახელმწიფოსი ან ასე შემდეგ, ან პირობითად რაღაცა გარკვეული ამ ადამიანზე არსებობს ფარული ჩანაწერების, შანტაჟის, ან ზეწოლის რაღაცა, ან სხვა რაიმე ინფორმაცია არსებობს. პირველ რიგში ყოველთვის მიდიან პოზიტიურ ნაწილში და ცდილობენ რომ ადამიანზე პოზიტიურ ნაწილში ადამიანთან დალაგდნენ და მოაგვარონ, მაგრამ მეორე ფურცელიც უკავიათ ხელში, სადაც ამ ადამიანზე ნეგატიური ზეწოლის მექანიზმებიც აქვს შემუშავებული და თუ იმან არ გაჭრა, უკვე ამით ესაუბრებია. და აი რო ვიძახით, გაყალბდა არჩევნები, ხო? ნამდვილად მივიდნენ ადამიანები საარჩევნო უბნებზე და ნამდვილად შემოხაზეს 51. კი იმ ფურცელმა გაეჟონა და ეს იყო ერთ-ერთი დარღვევა და არა ერთადერთი, რომელიც საარჩევნო პროცესში ჩვენ შეხვდა, მაგრამ როგორ მოხდა, ანუ ოპოზიციამ დაიწყო რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო პროცესის მზადება და რა მე რო აქ რო არ შევიდე ახლა და რო არ გამომივიდეს ვიღაცების კრიტიკად, გავჩუმდები, უბრალოდ სახელმწიფო რამდენი ხნით ადრე იწყებს ამაზე მუშაობას, რას იყენებს, როგორ იყენებს რეჟიმი, რას იყენებს, რა მეთოდებს იყენებს და როგორ მიდის კონკრეტულ არჩევნების დღეს მომზადებული. და არჩევნების დღესაც ვიტყვი და გიორგის დაუთმობ სიტყვას. არჩევნების დღეს არის სიტყვა კაპიტნები. საიდან მოდის ეს სიტყვა კაპიტნები? კაპიტანი არსებობს ესეთი ტერმინი თავდაცვის სამინისტროში, რომელსაც ქვია ბრძოლის კაპიტანი. ოპერატიულ დონეზე და სტრატეგიულ დონეზე ქვია ბრძოლის მაიორი. ვინც არის სპეციალისტი, მიხვდება რაზე ვსაუბრობ. ეს არის ერთი დიდი ოპერატიული ცენტრი, საიდანაც ხდება ოპერაციების მართვა. მოდი ახლა ჩვენ ეს გადავაფორმულიროთ, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი ოპერაცია, ანუ ტაქტიკურ დონეზე ეს არის ოპერაცია, რომელსაც ჭირდება კომუნიკაცია, მართვა და კავშირი, ლოჯისტიკა, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, ანუ მთელი კომპლექსი სჭირდება ამას. ეს ესე დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს, ამას სჭირდება რაღაცა ცენტრი, შტაბი, რომელიც ამ პროცესებს მართავს. ამიტომ იყო კაპიტნები და მგონია რომ ეს სიტყვა ზუსტად იქიდან არის წამოღებული და უამრავი ფაქტი იყო გაშუქებული, სადაც საარჩევნო უბნებთან ძალიან ახლოს იყო მოწყობილი ესეთი მართვის ცენტრები და ალბათ სულ აღმოჩენილი არის რამდენიმე ათეული და რამდენი ისიც იყო საარჩევნო უბანი, აი იმდენივე ესეთი მართვის ცენტრი არსებობდა და ლაივ რეჟიმში ხდებოდა დაკვირვება. აი ეს არის ამას ხაზი გაუსვათ, იმიტომ რომ სანამ რაღაცა ეგზიტ პოლები გამოცხადდება ან რაღაცა მანამდე ლაივ რეჟიმში ეს ამიტომ იყო ეს ელექტრონული არჩევნები ესე მნიშვნელოვანი, რომ იცოდნენ სად უჭირთ, რამდენად უჭირთ, კიდევ რა უნდა წაახმარონ, და როგორ იყო ეგ, ანუ ამ ციფრული ელექტრონული აპარატებიდან იღებდნენ სიგნალებს და პირდაპირ ლაივ რეჟიმში ჰქონდათ ინფორმაცია
ოღონდ რაოდენობაზე იყო იქ საუბარი, ანუ მისული, ხვდები, ანუ რაოდენობა. მაგრამ ამ მისული და ხოიციან ვინ არის მათი მხარდამჭერი, ხო? რა თქმა უნდა, ნახე როგორ იყო, ვინ შემოხაზა პირობითად 41 და ვინ შემოხაზა 5-იანი, მაგას ვერ ადგენდნენ. უბრალოდ ამისი შანტაჟი ხდებოდა და მანიპულაციური ამას წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი მწყობრად დაგეგმილი საინფორმაციო ოპერაცია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ შენ შეხვალ საარჩევნო უბანზე, ვის მიეცი ხმა. და იგებდნენ კიდევაც გამოჟონილით, ხო? იქ ოპოზიციას მისცა თუ 41 შემოხაზა, ეს ფურცელზე ეს ხდებოდა, ხო? იმიტომ რომ ბოლოში იყო 41 თავშის, ხო? ეგ უკვე ფურცელი ეკადა, მინდა რომ მაყურებელმა და მსმენელმა იცოდეს, რომ მაგას ვერ ადგენენ, თუ იქნება ისეთი ხარისხის ფურცელი, რომელიც არ გაჟონავს, სხვა მეტი მექანიზმი მათ არ აქვს დაადგინონ მე რო შევალ ვის შემოხაზავ მაგას ვერ ადგენენ მაგრამ რას ადგენენ რამდენი ამომრჩეველი იყო მისული ანუ აქტივობას ადგენენ და მისული ამომრჩევლებიდან რამდენი არის მათი 41 ამას უყურებდნენ ანუ ამ ინფორმაციას ლაივ რეჟიმში იღებდნენ შესაბამისად იყო მე უკვე იქ ჩარევები აბა სასწრაფოდ გვჭირდება ახლა მიკროავტობუსები, სასწრაფოდ გვჭირდება დამატებითი ტრანსპორტი, რომ ადამიანები მოვიყვანოთ. აბა გააქტიურდით ახლა პარტიის პარტაქტივი და აგიტატორები და მოუწოდეთ, რომ ეგრევე მე ცალკე კოლ-ცენტრები რისთვის გამოიყენებოდა, ამ იდენტიფიცირებული ამომრჩევლების სატელეფონო ბაზები არსებობდა და დარეკვები და ეკა შენ არა ხარ მისული არჩევნებზე და რატო არ მიდიხარ ძვირფასო და აბა ბატონო ვახტანგ არჩევნებზე რატო არ მიდიხართ? ანუ ესეთი ფაქტები იყო უამრავი, ხვდებით? ამას მართავდნენ პირდაპირ ლაივ რეჟიმში საარჩევნო უბნებთან მოწყობილი შესაბამისი მართვის ცენტრებიდან. და ეს არის საბოლოო ჯამში რა შედეგებსაც და მე ოცნება რომ ცდილობს რომ პირობითად საერთაშორისო საზოგადოებას თუ პარტნიორებს რომ აუხსნას რომ ჩაატარეს დემოკრატიული არჩევნები ანუ ჩვენ პარტნიორებს აი რაც მოგიყევით ეს დაახლოებით 130 გვერდიანი დოკუმენტი დაუდეთ მაგიდაზე აი ამ თანმიმდევრობით ამ კანონმდებლობით ამ ევიდენსებით ამ მტკიცებულებებით რატომ და როგორ გააყალბა ქართულმა ოცნებამ არჩევნები ირაკლი ესეც არის ისეთი რომ აი ახლა ის მოვიდა ჩემი ამომრჩეველი ანუ ეს ხო არ არის იმ დღის მანიპულაცია, ადრეს ბევრად უფრო მარტივი იყო, ანუ როგორ შეცვალა ტექნოლოგიებმა ყველაფერი მაგას ვამბობ. ადრე იყო მარტივი, რომ აი ამტკიცებდი, რომ ამდენი ბიულეტენი ჩაყარეს. რომ 5 გაიტაცეს და ასე შემდეგ. ეხლა ხო გიორგიც მინდა ჩაერთოს, ანუ აი ეს დავამატებ ეკა რო არ დამავიწყდეს, რა მინდოდა, აი აქ რამოდენიმე შეხვედრა რომ მქონდა შტატებში, იქ თქვა ადამიანებმა რომ ვიყავიო მისული და მითხრესო რომ შენ უკვე ხმა მიცემული გაქვსო. და ესეთი ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს საზღვარგარეთ. ნუ სამწუხაროდ უკვე ჩამოართვე ეს უფლება, მაგრამ რა იყო ეს ანომალია არ იყო. ანუ ჩვენ ხო თქვით რომ სუს მისცეს ლაივ რეჟიმში ნედლ მონაცემებზე წვდომა. ანუ ინფორმაცია არსებობს, ცალკე არის დატაბაზები 6 თვეზე მეტი გასული ადამიანების, ანუ ქვეყანა ვისაც დატოვებული აქვს 6 თვე და მეტი. ანუ შესაბამისად ხო გითხარით რომ სულ შეუძლია ეკაკვესიტაძე გააქროს ან შექმნას დუპლიკატი ეკაკვესიტაძე, ხდებით? ანუ მათ ხელში იყო ამ პერსონალური ამ ბაზებში ახალი ადამიანების დამატებაც და როცა უკვე ბაზაში არსებობს ახალი ადამიანი, უკვე მარტივად შეიძლება ანუ პირადობის მოწმობის დაბეჭდა. მერე მოხდება ამ ადამიანის ამ ბაზებიდან ისევე წაშლა და ამ პირადობის მოწმობის შრედერში გატარება. და შესაბამისად არ ვიცი მართლა ისეთი სურათი დახატე რომ აი სასოწარკვეთილებაში რო ჩავარდები ხა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი საბოლოოდ გამოსავალზე ალბათ მოგცემ უფლებას რომ მაგრამ კი გიორგი მინდა დაამატოს ამას ანუ როდესაც ლაპარაკობ რომ ეს 20% აი ამას გულისხმობ იმიტომ რომ ძალიან დიდი რიცხვია 20% ხო ეს 3-4%-იანი 5%-იანი გაყალბებას ეხა ის თითქოს ისე იყო რომ ესია რა ეხა ყველა ხელისუფლება ესე ამატებს ამ 4-5%-ს ესე იყო ყოველთვის შევარდნაძიდან მოყოლებული და შენ უნდა აიღო 10%-ით მეტი იმისათვის რომ გაიმარჯვო
ეხლა შენ თქვი რომ 20%-ს ამატებენ. აი რას მე ირაკლისაც მინდა ვკითხო მე რამდენად რეალისტურად ეჩვენება ეს ციფრი, მაგრამ აი ამას გულისხმობდი ეხლა ირაკლი რასაც ლაპარაკობდა ამ გზით მიღწეულ ჩემი აზრი და მე რატომღაც გონია რომ რეალობასთან ყველაზე მეტად ეგ არის ახლოს, რაც მე აი ეს ადრე არჩევნებიც ნანახი მაქვს. 2018-ში მოხდა გარდატეხა, რომ ვიღაცას მოუვიდა აზრად, რომ საქართველოში ხმის უფლების მქონე არც თუ იმდენად ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომ ვერ შევძლოთ ამათი ყველას დათვლა. ანუ აზრად მოუვიდა ვიღაცას ყველას დათვლა. სამოქალაქო რეესტრში რაც არის ადამიანი რეგისტრირებული, ცოცხალი ადამიანი და ვიზეც პირადობის მოწმობა არის გაცემული და ხმის მიცემის უფლება აქვს. ყველას შეიძლება ყველას დათვლა და ამ ხმებით მანიპულაცია მერე. აი ეს იყო დიდი ნახტომი, 3-5% იყო მაქამდე, სანამ ეს იდეა ვიღაცას მოუვიდოდა, არავის მაშინ არ ყოფილა ესე სრულად მთელი მოსახლეობის სათითაოდ ყველას ესე გავლა. შენ თუ გაქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზა, მაგალითად ვიზეც პირადობის მოწმობა არის და გაყვები ხო პირველი და რიგითობით მიყვები ბოლომდე ბოლო მოსახლემდე. აიღე პირველს, მერე მიაბავ ამას სოციალური ქსელების, აი ეს პროგრამა სოციალური ქსელების ანალიზს რო აკეთებ იმ პროგრამას, ამას ასევე გვერდზე მიაბავ პოლჯის პროგრამა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრამა არის, მერე სამეწარმეო რეესტრის პროგრამას, საზღვრის კვეთები, ოტოში რა ინფორმაცია არის, ანუ აიღებ ერთი ადამიანის მონაცემებს სამოქალაქო რეესტრიდან, ამას მერე ამ ყველა მონაცემებს მიაბავ, ამ ადამიანზე რა გაქვს ოტოში, რა ინფორმაცია აქვს სამეწარმეო რეესტრს, რა ინფორმაცია აქვს საზღვრის კვეთას, გასულია თუ შემოსულია, რა ინფორმაცია აქვს ოტოს მაგალითად. ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ინფორმაციებს ამ ერთ კონკრეტულ ადამიანზე რომ მიაბავ ხო, გამოგიჩნდება რომ შენ ამაზე ანუ ამის ხმა შეგილია რომ შენთვის მიითვისო, ანუ ამაზე მანიპულაცია მოახდინო თუ არა. ანუ და ესე მიყვებიან ყველა ადამიანი არის ესე დათვლილი და გავლილი. ანუ ყველა ადამიანი რიგის მიხედვით. თუ ვინმე გასული იყო, რა პრობლემა არის საქართველოსთან გასული იყო, ამობეჭდავდნენ იმის სახელზე პირადობის მოწმობას და სხვა მივიდოდა იმის პირადობის მოწმობით. იმ პირადობის მოწმობებსაც რო ართმევდნენ რეგიონებში, ისიც რატო ხდებოდა ის თუ ვიღაცა ისეთი იყო რომელიც ნაციონალური მოძრაობის ამორჩევნებს რო დაერივნენ რეგიონებში. აი ზუსტად მან დავარდა ვიღაცას აი ეს როგორც კი აი მაგ იდეამდე მივიდნენ მაგ აზრამდე რომ ყველას დათვლა შეიძლება და ყველაზე შეიძლება აი ამ ინდივიდუალური პროფილების შექმნა რომ ამაზე არიან რა თქმა უნდა უიმედო ამათვის ოცნებისთვის უიმედო კონტინგენტიც არის რაღაც პროცენტი რომელიც ნუ თქვათ ესე გაქანებული ნაცები არიან თქვათ ან გაქანებული ოპოზიციონერები და იმაზე არაფერი არ არსებობს. ეს იქნებოდა ძალიან ცოტა ოდენობა. ანუ ვიღაცას იქ საჯარო რეესტრში ისეყოლებოდა ნათესავი ეს ყველაფერი ზემოქმედების მექანიზმი იყო. ხო და ყველაზე ესე ინდივიდუალურად იყო და შეიქმნეს შტაბ-ეჭილება, ანუ რა რესურსი ჰქონდათ, რამდენ პროცენტს აიღებდნენ. აი ეს იყო სიახლე აქ რომ დაითვალეს ეს ყველაფერი დაითვალეს და წინასწარ დაითვალეს რომ ეს რა რესურსი იყო. ანუ რამდენი პროცენტი შეეძლოთ ამით სულ ყველაფრით აეღოთ რა. ანუ აი ამ ინდივიდუალური პროფილების გავლით სათავისოდ რამდენს გამოიყენებდნენ აქედან. და ეს იყო რომ ინდივიდუალურად რომ ყველაზე მოხდა ეს ზემოქმედება, ხო, აქედან იყო რომ ეს 3-5% ფაქტის სახეზე არის. პოლიციის ჩარევის გარეშე პირველ ტურში მიიღო 38, როცა სრული მობილიზაცია მოხდა, აიღო 51 თუ 52 თუ რაღაცა. თუ 56 უბრალოდ. აი აქედან მოვიდა ეს 20%. ანუ 20%-ით მეტი აიღო სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში. აქედან მოვიდა ეს პროცენტი, აქედან იზომება. ხო და მერე ხო 2020-შიც ჩაატარეს უკვე უფრო დახვეწილად, ეს ნაჩქარევად არა, უფრო დახვეწილად ჩაატარეს ეს არჩევნები და აი ეს შტაბები რაც იყო რაიონში, მაგალითად რაიონის მოსახლეობა არის, თქვათ რაიონი ქარელი ავიღოთ 50,000. ეს ორი შტაბი, ერთი პოლიციაში, ერთი გამგეობაში.
ქარელის რაიონის მასშტაბით, სადაც 50000 მოსახლე ცხოვრობს, რთული იყო 50000 ადამიანის არჩევნების დღეს კონტროლი. ანუ არჩევნების დღეს ყველა მივიდა თუ არა შტაბში, ყველა სათითაო დევნა, ეს იყო რთული. ზუსტად ამიტომ აი ეს ვეთანხმები, რომ ეგ ტერმინი შემთხვევით არ არის მოგონილი, მე ეს კაპიტნების სისტემა დაინერგა არჩევნების დღისთვის. რომ ეს ორი შტაბი რა ხან ვერ შეძლო ამას სრულყოფილად 50000 თქვა პირობითად მოსახლის გაკონტროლება არჩევნების დღეს ქარელში. ხო, მოდი ახლა ეს დავყოთ უფრო პატარა მიკროშტაბებად და ყველა საარჩევნო უბანს გაუკეთოთ ცალკე შტაბი. ამ საარჩევნო უბანზე ვინც არის რეგისტრირებული, ხო, ის აკონტროლოს ცალკე მიკროშტაბმა თავის კაპიტნებით. და ბოლომდე ესე ვთქვათ გააწურინეს, რაც შეიძლებოდა, ხო, რომ ანუ შედეგი მიეღოთ და ვიღაცა სახში დარჩენილიყო, ან ვიღაცა, რა ვიცი, პახმელიაზე იყო და არ მისულიყო საარჩევნო უბანზე, ვთქვათ, იმ დღეს, ხო? ყველას ბოლომდე გააწურინეს და ეს კაპიტნები მერე და ეს შტაბის წევრები უკვე აი მიკროშტაბიდან რომ ურეკავენ ადამიანს, ხო, რომ კონკრეტულად დღის განმავლობაში ერთ კონკრეტულ ადამიანს ვთქვათ და სამჯერ დაურეკავენ და აი რომელი საათი არის შენ ჯერ არ მისულ ხარ, რომელი საათი არის რატო არ მიხვედი და ასე შემდეგ. ის კაციც ფიქრობს დღეში სამჯერ რომ მირეკავენ და იციან მივედი თუ არ მივედი, ესე იგი ის იმასაც გაიგებენ, მე ხმა ვის მივეცი და ვის არ მივეცი. იმასაც ვეთანხმები, რომ ეს საარჩევნო შტაბები ტყუილად არ იყო, ანუ შემთხვევით არ იყო, რომ უბნებთან ახლოს იყო. ეს საარჩევნო შტაბები უბნებთან ახლოს იყო და წვდომა ჰქონდათ ელექტრონული აპარატების მონაცემებზე. ჯერ როგორ შეიძლებოდა, აი არ ვიცი, ამ ოპოზიციური პარტიების ეს მიგვირს, რომ სად როცა არა გაქვს ამ ელექტრონულ სისტემაზე ტექნიკურ მხარეზე წვდომა, ანუ ტექნიკური მხარე რო არ იცი, ანუ როგორ მუშაობს სრულად და ენდობი სიტყვაზე, რომ ეს ელექტრონული სისტემა არ გააყალბებს და ეს აპარატები აქ არაფერი გაყალბება არ მოხდება. თუ შენი ადამიანი არ არის, შენი სანდო ადამიანი, ვინც აი ამ ტექნიკურ ნაწილს აკონტროლებს, ამის ესე ბრმად ნდობა როგორ შეიძლებოდა. ხო და ზუსტად აი ეს საუბარი ჩვენი მაგათ მათ გასაგონად არის, რომ აი ესე 2024 წელში ამ სრულად გააწურინეს მეთქი, მე რასაც ვიძახი, რომ მაქსიმალურად გამოიყენეს, ხო? უკვე აი ამ კაპიტნების სისტემის შემოყვანით უკვე არჩევნების დღეს დარწმუნებული ვარ, რომ 20 კი არა 30%-ზე აქვს უკვე აწეული ეს გაყალბების, ასე ვთქვათ, ეს მარჟა თუ ლუფტი. თავისი რაც აქვს, თქვათ, რეალურად 20%, ზევიდან აი ამ გაყალბების 30%-ს იმატებენ და აქედან მოდის აი ეს 50+%-ები მერე. ხო და თან ეს ყველა ისეთი მეთოდი არის, როგორც არ უნდა დამკვირვებელი ჩამოიყვანო. არჩევნების დღეს ეს არ იგრძნობა. გარდა იმისა, რომ იგრძნობა ხო, ვიზუალური მხარე, გარდა იმისა, რომ აი ეს შტაბებიდან მობილიზებული ეს ტიტუშკები აკონტროლებენ იქ უბნებს და იქ ვინც ყვირილს ატეხავს, გამოყავთ ესენი და ესე ვთქვათ, ქესთავენ ამ საარჩევნო უბნებიდან. ამ უკმაყოფილების გამომხატველ ხალხს, ვთქვათ, დამკვირვებელი იქნება თუ ვიღაცა, ხო? და აი ამ კონფლიქტებს თუ არ ჩათვლი, ხო, ერთის შეხედვით ჩანს, რომ ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს რა. ამ დროს გამალებული მუშაობა ჰქონდათ მანამდე, დარწმუნებული ვარ, ეხლავე აქვთ დაწყებული 2028 წლის მორიგი როგორ უფრო სრულყოფილამდე მიიყვანონ ეს სისტემა, ეხლავე აქვს დაწყებული ეს მუშაობა და მე არჩევნების დღეს აი ესე გამოჩნდება ეს სადღაც აი ესე კონფლიქტების არჩევნო უბნებთან. გიორგი, რაზეც დღეს არა აქვს წვდომა მოახდინონ მანიპულაცია, ეს არის ემიგრაცია და ამიტომ მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება ემიგრაციისთვის ჩამოერთმია ხმა. ხო, ადამიანი გასულია საზღვრიდან, იმის პირადობის მოწმობას დაბეჭდავენ, ჩაუდებენ სხვა ჯიბეში, მივა და სხვა მისცემს ხმას. რა პრობლემა აქვს? დაბეჭდავენ ისევ გაუქმებენ იმ პირადობის მოწმობას. საჭირო, ანუ კიდევ ერთ-ერთი ქსელი იყო ესეთი მეთოდოლოგიით აწყობილი. არსებობდა კონკრეტულ უბანზე კონკრეტული ადამიანი, რომელიც იჯდა, ანუ ვინც ბიულეტენს გასცემდა და შენ იცოდი, რომ შეხვიდოდი, ვისთან უნდა მისულიყავი, ხო, კი? და პასპორტებით რატომ მიდიოდნენ, ანუ პასპორტს რო გადაშლიდა, პასპორტში იდო კონკრეტული ეწერა, კონკრეტული პირადი ნომერი.
ვინ უნდა შეეყვანათ. მოკეთ როგორც შესავალში ვთქვით, ჩვენ მეორე ნაწილსაც გავაკეთებთ, სადაც უშუალო აქცენტი იქნება რეგიონებზე, აი ამ სისტემაზე, კრიმინალურ ტენდერშიკურ სისტემაზე, იმიტომ რომ ტენდერები არის კორუფციის ყველაზე კარგი წყარო და კახა კიკნაძე ახსნის ამას აი დეტალურად. მე რო ეს სქემები დამიხაზა, ხო თითქოს აი გონია რომ ყველაფერი იცი და მე აღმოაჩენ რომ ძალიან ბევრი რამე არ იცი და გამაოგნებელია ეს სქემები და კახამ თქვა და შეიძლება თქვენც დაეთანხმოთ რომ ეს რეჟიმი სამართალდამცავ უწყებაზე კი არ დგას აი ამ ზუსტად აი ამ სქემებზე ამ ტენდერშიკების გარშემო აწყობილ სქემებზე რომელიც ფესვგადგმულია ეგ აი მან დავამატე. მათ შორის ოპოზიციასაც, ხო? უბრალოდ ტენდერშიკები ვინები არიან? ტენდერშიკები ეს არის. კი, არა, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ტენდერშიკები, რასაც კახა საუბრობს, არჩევნები დგას ძალოვან სტრუქტურებზე და ცალსახად ერთმნიშვნელოვნად და ამას წყალი არ გაუვა. უბრალოდ ტენდერშიკები ეს არის შავი ფულის მოზიდვის შესაძლებლობა. იმიტომ რომ ამ ყველაფრისთვის მათ ესაჭიროებათ ფინანსური რესურსები და სახსრები. ერთი არის, რაც მასენი ადეკლარირებენ და ოფიციალური შემომწირველობით არიცხინებენ, მაგრამ რაც ირიცხება, ის გადაამრავლეთ მინიმუმ 6-ზე და ისი ანგარიშეთ, რომ ის თანხა უკავიათ ქეში თანხა უკავიათ ხელზე. გიორგი რო ამბობდა 20-იანი და ცხრის დაკვლაო, ეხა ეს არის ყველაზე მცირე რამ რის გამოც რისთვისაც ასე თქვა ტენდერშიკი ფულს იღებს, გაიღებს ხოლმე ამ რეგიონებში. ეს ყველაზე ესეთი პატარა დაგვირგვინება ყველა იმ ბინძური საქმის ესეც აი შემდეგი თემაზე, შემდეგ გადაცემაზე ამას განვავრცობთ, მაგრამ აი აქ უნდა აღვნიშნოთ ეგეც რომ ყოველთვის აი მე ხიდს ვაკეთებ ხოლმე ნაციონალურ მოძრაობის პერიოდზე ბიზნესის ჩარევა არჩევნებში რა რითიც იყო ნაციონალების პერიოდში ეს იყო რომ უბრალოდ შემომწირველები იყვნენ და თანხას რიცხავდნენ ახალი ამათი რაც იყო ნოუ-ჰაუ რაც არის ამათი არასდროს იმათ დროს არ ყოფილა რომ კერძო ბიზნეს აიძულებინა თავიანთი თანამშრომლები რომ ხმა მიეცათ ხელისუფლებისთვის და ანუ ზეწოლა მოეხდინა კერძო ბიზნეს თავიანთ სტაფზე და თანამშრომლებზე ესეც ახალი სიახლე არის ამათი 2018 წლიდან შემოღებული ესეც ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის არ ყოფილა ეს ადრე რომ კერძო ბიზნეს სამშენებლო კომპანიას ან რომელიღაცას მიემართა თავის თანამშრომლებზე და დაეორგანიზებინა მათი არჩევნებზე მიყვანა ესეც არის ახალი და აი მაგას მე შემდეგ გადაცემაში განვავრცოთ. კი, გავჩლით კარგად, მაგრამ ეს ახლა ის გადაცემა, რომელიც სასოწარკვეთის მომგვრელია, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ადასტურებს რა მონსტრ სისტემასთან გვაქვს საქმე და ნებისმიერ მაყურებელი იტყვის, რომ აი ხო ვამბობდით, ამ არჩევნებში მონაწილეობას რა აზრი აქვს. და ვართ სრულად გამოუვალ სიტუაციაში, ხო? რევოლუცია რასაკვირველი არ არის გამორიცხული, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას, ის შეიძლება აბსოლუტურად მოწმენდილ ადგილას ერთი შეხედვით, მოწმენდილ ადგილას გაჩნდეს, თითქოს რომ მაშინ, როდესაც თითქოს ამაზე არაფერი არ მეტყველებს და ამის საუკეთესო მაგალითი აგერ ახლახანს სომხეთში მომხდარი რევოლუცია. მეორე გზა არის არჩევნები, ხო? ეს ან რევოლუციის გზა, ან არჩევნების გზა, ან ხარ გაჭედილი გაუგებარ სიტუაციაში, რომელიც საპროტესტო ელექტორატ ძალას ართმევს. აი რა ეხლა ზუსტად აქ ჩდება კითხვა. აქვს თუ არა მონაწილეობა 28 წლის არჩევნებში, იმიტომ რომ აგერ კარზეა მომდგარი და რა შემთხვევაში აქვს აზრი? პირველი ეკა რა არის, იცი რომ მე მგონია რომ ხო, უნდა ჩვენ დავასრულოთ ყოველთვის ანალიზით და უნდა ვალდებულად ვთვლით თავს რომ სმენელს და მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია რა არის გამოსავალი, ჩვენეული ხედვა. გამოვალი მდგომარეობა აქვს მხოლოდ მიცვალებულს. დანარჩენი ყველა საკითხიდან შესაძლებელია გამოსავლის პოვნა, ოღონდ ამისი შესაბამისი გზები, ვარიანტები და გადაჭრით და ასე შემდეგ არსებობს. პირველი რა არის, რომ ანუ ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი.
ივანიშვილი არ არის არც პოლიტიკური ფიგურა და არც საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შეიძლება რაღაცა კომპრომისებზე წასვლა შეძლოს. ის არის ერთი ჩვეულებრივი ვაჭარი, რომელიც რატო ყავს ამდენი პოლიტპატიმარი, რატო მიიღო ამდენი კანონები და სიგიჟეებს, რატო აკეთებს, რომ მე დასავლეთთან ამ ნაწილში გამოივაჭროს და მისი კონკრეტული სარგებელი მიიღოს. რატო ვყვები ამას? იმიტომ რომ მათ შორის თუ ჩვენ არ მივახციეთ იმას, რომ აი ეს მახინჯი კანონმდებლობა, რომელიც კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის გარეშე ჩათვალეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არანაირი აბსოლუტურად არანაირი შანსი ოპოზიციას არ აქვს. ერთადერთი რჩება მაშინ რევოლუცია მოახდინოს საზოგადოებამ. იმიტომ რომ ისე გაუყალბებს, როგორც გაუყალბა 2024 წელს, თორე პირწმინდად მაქსიმუმ ქართული ოცნების საერთო პროცენტი ყოფილიყო 13-16%, მეტი არ იქნებოდა. თვითონ სუსმა 18% თქვა, რო იცოდეთ, მსმენელმა რო იცოდეს, სუსის იყო 18% და ის მერე აწიეს იქამდე სადამდეც აწიეს. რა არის, მთლიანობაში 2024 წელს 3111 უბანი გაიხსნა და 3111 უბანი ფუნქციონირებდა. სანამ ჩვენ მივად საარჩევნო დღემდე, მანამდე მნიშვნელოვანი არის საზოგადოებამ დაინახოს ალტერნატიული ძალა ოპოზიციაში, რომელიც მართლა ორიენტირებული არის ქვეყნის გადარჩენაზე, მართლა შეუძლია და მართლა აქვს რესურსი გარკვეული ცვლილებები განახორციელოს, დაელაპარაკოს მოსახლეობას. ჩვენ დღეს რასაც უყურებთ, აი ბოლოს ალიანსი შეიქმნა და ისიც როგორი ასე თქვათ კატასტროფით და კრახით დასრულდა. მე დააკვირდით აი რომ დასრულებულა. არ ვიცი, ჩემთვის დასრულებულია ერთი როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის, მაგრამ რისი თქვა მინდა, წინაზე რომ ვისაუბრეთ ჩვენ, ხო? მანიპულაციაზე, პოლარიზაციაზე, როგორ უწყობს ხელს ქართული ოცნება, როგორ აკეთებს ამ ყველაფერს. დღეს რო უყურებთ ამ შიდა კინკლაობას და შიდა დაპირისპირებას, რაც მოგიყევით, ანალიზ და პარალელებს ხო ახდენთ და აბავთ ხო, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ? ჩვენ უწყობთ ხელს. უნდა არსებობდეს პირველ რიგში ძლიერი ოპოზიცია, გუნდი, რომელიც მართლა გაუწევს ოპონირებას ამ ძალადობრივ რეჟიმს. 3111 უბანი, 3111 ყოჩაღი, მოტივირებული, ტელეფონებით შეიარაღებული, რომელიც ლაივს ჩართავენ იმ წუთას, რაც ყველაზე მეტად ეშინიათ. ყველა უბანი უნდა იქნეს, ასე თქვათ, დაცული, თუ აყვანილი, თუ აღებული, თუ ათვისებული. მე მქონდა და შეხვედრივად და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს, აი უბნებზე რო არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, პირობითად ვიძახი ახლა, არ ვიცი, რომელიღაცა X პარტიის, ხო? და ხედავს დარღვევებს, ხო, ეს ჩემ პარტიას პრობლემა ამაზე არ აქვს და ამაზე არ რეაგირებს. მე ის ადამიანი შეიძლება საერთოდ მარტო იყოს, იმას არანაირი მხარდაჭერა, იმას არანაირი ჩათვალეთ, რომ როგორც ქართულ ოცნებას აქვს ეს ინფრასტრუქტურა აწყობილი, ოღონდ აქეთ მხარეს ოპოზიციამ სამართლებრივი ჩარჩოების გამოყენებით იგივე დოზის ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას. დამკვირვებლებით და მანამდე მოქალაქეებთან მისვლით იმის ახსნით, რომ დაუშვათ როგორ მანიპულირებენ, როგორ არ წამოეგონ, თუ იქნება კონკრეტული დაშინების მცდელობები და ასე შემდეგ, დახმარება, ადამიანს რო გქონდეს იმედი, რომ მე რო დაუშვათ თქვენ გამოგყვეთ ამ ბრძოლაში და მე რო რაღაცა პრობლემას შევეჯახო, შენ რითი დამეხმარები, რითი დამიჭერ ხარს, რითი გამიმაგრებ ზურგს და ეს ინფრასტრუქტურა არის შესაქმნელი და თუ კი ეს შეიქმნება და ამის მერე დაელაპარაკება ოპოზიცია პარტნიორებს, რასაც ჩვენ ვისაუბრებთ, აი ესეთ დონეზე მტკიცებულებებით მიუტანს და ეტყვის, რომ შევართ არჩევნებში იმ შემთხვევაში, თუ კი ეს ცვლილებები მოხდება, მაშინ რა თქმა უნდა აქვს. სხვა შემთხვევაში ჩატარდება არჩევნები, აი თვითმმართველობის არჩევნებში რო შევიდა გარკვეული ოპოზიცია, რა წამოიღო, რა შედეგები წამოიღო, შედეგი გადაიდო, დაუშვათ, ერთი მანდატი, ორი მანდატი, ეს სულმოც არ შევიდეს, ხდები ისე აჩუქებს, რომ მივიდეს ბიძინასთან, ისე აჩუქებს, ბიძინა მაგ მანდატებს, რა პრობლემაა. აქ არის რეალური სურათი საზოგადოებრივი განწყობის არჩევნებით გამოიკვეთოს. მორჩა გათავდა, ხდებით და ამისთვის არის ეს ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი და ყველაზე მთავარი. საზოგადოებაში უნდა იმუშაოს, როგორც ოპოზიცია, მისე შენა, თქვენ ტელევიზია თუ ეს გადაცემები, რასაც აკეთებთ, რომ
საზოგადოებას რწმენა დაუბრუნოთ. აი რაც ეხლა თქვენ თქვით, რომ აზრი არა ყველაფერს აქვს აზრი. ყველანაირ ბრძოლას აქვს აზრი და თუ იბრძოლებ აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს. სხვა შემთხვევაში თუ დანებდები, თუ ხელს ჩაიქნებ, თუ ვიტყვით, რომ არაფერს აზრი არ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება, მაინც ესე იქნება, რა თქმა უნდა, არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ აქვს ამას აზრი და აი ამ მეთოდოლოგიით, აი ამ გზებით, აი ამ ვარიანტებით, აი ამ დაუშვათ საშუალებებით, აუცილებლად მივიღებთ შედეგს. გიორგი, რას ფიქრობ? მე ისევ ერთი პატარა იმას პატარა ხილს გადავდებ ისე 2003 წელზე რა მაშინაც ესე იყო ანუ ეს ოპოზიცია არ იყო მაშინაც ერთიანი და ერთსულოვანი ეს ბოლოს პერიოდში მოხერხდა მე მათი რაღაცნაირად გაერთიანება ნიშნულოვანი არის მიუხედავად სოციალური ქსელებით ურთიერთობისა და ტელევიზიების სტუდიებიდან ურთიერთობისა ხო დიდი მნიშვნელობა აქვს პირად შეხვედრებს ადრეც მაქვს არაერთხელ მოყოლილი არაერთგზის მოყოლილი როგორ დადიოდა მაშინ მარტო იყო ნაციონალური მოძრაობა და არ ყავდა მაშინ ეს პარტნიორები რომლებიც მე ბოლოს გაუერთიანდნენ და მარტო დადიოდა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში 2003 წელს აქ ამას მნიშვნელობა მაგ ეს ადრე მოყოლილი სამსახურეობრივად გვევალებოდა მათი უკან დევნა და თვალთვალი არც იმათ არ ქონდათ მაშინ რესურსები და არც მაშინაც ყველაფრის გასაჭირი იყო ომეგით და იმით ძველი ომეგით და ნივით და 0-3-ით დადიოდნენ რეგიონებში მაგრამ წინასწარ ცნობილი ხდებოდა რომელ სოფლებში ჩადიოდნენ და ერთი ჯგუფი უკვე იმ სოფელში იმ ბირჟაზე ხვდებოდით ხოლმე სადაც ესენი უნდა ჩამოსულიყვნენ და აინტერესებდათ ანუ რას ილაპარაკებდა მე ამ ბირჟებზე და ანუ რა მე მოსახლეობას რა აზრი შეექმნებოდა და მე დღის ბოლოს ცნობები დგებოდა ჩასulis წინ მაშინაც იყო ეს პროპაგანდა უბრალოდ ეხლა რო აკეთა ფლანგს და ოპოზიციას LGBT იმათ ეძახიან და LGBT პროპაგანდას აბრალებენ მაშინ ნაციონალებს ეძახდნენ იეღოველებს და მაშინ იეღოველების დამცველებად გამოყავდათ და ანუ იეღოველებს ეძახდნენ და სანამ ჩამოვიდოდნენ ბირჟაზე იყო ხოლმე საუბრები რომ აი ისევ ეს იეღოველები მოდიან და იეღოველები უნდა ჩამოვიდნენ და ასე შემდეგ ანუ ნეგატიური განწყობა იყო ხოლმე და რო ჩამოვიდოდა სუფრაზე ლუცვავდნენ თევს აყოლებდნენ თუ რა ვიცი შტოფი ქონდათ გახსნილი და სვავდნენ თუ რაღაცა ჩვეულებრივად გადმოვიდოდა მიაჭრიდა ხოლმე იმ სუფრაზე იწყებდა ეგრევე ლაპარაკს იმ თავისი სიცილის მანერით იმით ერთი სიტყვით ეგრევე უშინაურდებოდა აი ხშირ შემთხვევაში ეგრე იყო და წასulis მერე ხო ისევ ეს ხალხი რომელიც აი ნეგატიურად იყო განწყობილი წასulis მერე უმეტესობა იძახდა ხოლმე ეს რა მაგარი ტიპი ყოფილაო რა ხო და აი ამას აქ მნიშვნელობა აი ამ პირად მართლა ყველა სოფელში ჩავიდა და ხელი ჩამოართვა რა თქმა უნდა მაშინაც იყო ეს პროვოკაციები გამგეობის ტიპები ხდებოდნენ მიშას დაყვებოდა ასევე თავისი კუნთმაგარი ხალხი რომელიც წინააღმდეგობას უწევდნენ და ისე რომ ჩავედით გვცემეს და გამოვიკეცით ეს შტაბ-ჭილება არჩებოდა რა და ამ ხალხსაც მოსწონდა რომ აქეთა მხარეს ძალასაც ასხივებდნენ გარდა იმისა რომ ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი ხო და ეხლა იძახიან ხოლმე რომ არა აქ ამას მაშინ რაც იყო ეხლა შეცვლილი არის მდგომარეობა და რაღაც ამით რის თქმა მინდა რომ ხელი ჩამორთმევას და ესე პირდაპირ ტეტ-ა-ტეტ კონტაქტს აქ მაინც მაგას თავისი ისა რა და თავისი პრინციპული მნიშვნელობა აქვს და შეგიძლია ადამიანს რომ შტაბ-ჭილება შეუცვალო ხელის ჩამორთმევით და პირდაპირ ვერბალური კონტაქტით რა აუცილებლად გიორგი მე კიდევ ერთი ირაკლიმ რას თქვა აი ეს ოპოზიციური პარტიების ყველაზე დიდი კატასტროფა რაც არის აი ეს არჩევნოთ რომ ქირაობენ აი ამ სტავს დამკვირვებლებად და ამ პარტიებს თავისი გონიათ რომ იქ წარმომადგენლები ყავთ საარჩევნო უბანზე 99% ბევრი შეგნებულად რას ნიშნავს ანუ ამათგანაც იღებს ფულს და იმათგანაც იღებს ფულს და ყიდულობენ უმეტესობას ბევრი კიდე შეუგნებლად უბრალოდ დგას იციან რომ ხელფას მაინც გადაუხდიან და ამ დარღვევებზე არ რეაგირებს ანუ ეს ხალხი
არა აქტივი კი არ არის, ეს არის ამათი პასივი პრინციპში. ეს მოგებას კი არა, პირიქით ნეგატიურად მოქმედებს საერთო პროცესზე. ამიტომ წესით ეხლავე თუ ემზადებიან არჩევნებისთვის, ეხლავე უნდა დაიწყოს აი 3000 რაღაცა რამდენი უბანიც არის, აი ეს დამკვირვებლების ეხლავე უნდა დაწყებული იყოს მათი შერჩევა. ხო და რა თქმა უნდა რესურსების გაერთიანებას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბოლო სოფელშიც კი ეხლაც არსებობს ყოფილი თქვათ ნაციონალების დროინდელი გამგებელი ან რომელიღაცა თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელიც მე ამათმა გამოუშვეს. და აი ეს ხალხი ხო დღემდე არიან ესეთი ორთოდოქსი ნაციონალების მხარდაჭერები და თუ გინდა მიშისტები. ხო და ეს ამ ხალხის რესურსი, რაც მათ აქვთ, თქვა ნაციონალურ მოძრაობას, არც ერთ პარტიას არ აქვს მაგხელა რესურსი ეგრე ყველა რაიონში, ყველა სოფელში. და ზოგს ეს რესურსი აქვს, ზოგს ფინანსური რესურსი აქვს, ზოგს ინფრასტრუქტურა აქვს და ოფისები აქვს. ანუ ეს რესურსები თუ გაერთიანდება, ეს რესურსები აქვს მნიშვნელობა და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი, როგორც ემზადებიან ნებისმიერი არჩევნებისთვის, ისევე უნდა იყოს ზუსტად ანალოგიურად უნდა მოემზადო საარჩევნო უბნები, რომ იკეტება 8 საათის მერე რას შვები. აი ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. აი რას აკეთებ ზუსტად ეს მანდაც აქვს მნიშვნელობა ამ რესურსების გაერთიანებას, რომ რას აკეთებ. ამით დავასრულოთ ახლა. ძირითადი სათქმელი ვთქვით და რაც დაგვრჩა შემოვინახოთ მეორე გადაცემაში, იქ როგორც ვახსენე, მთელი აქცენტი გვექნება აი სქემებზე, რომელიც რეგიონებში მუშაობს, ძალიან საინტერესოა, ძალიან დეტალურად ჩაშლილი იქნება და აი ტენდერშიკების ბუნებაზე ვილაპარაკეთ, რატომ დგას ეს რეჟიმი ტენდერშიკებზე და აი ეს სისტემა როგორ კვებავს ამ რეჟიმს, აი ამას დაგანახებთ ძალიან კარგად. გიორგი, ირაკლი, მადლობა ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი პლატფორმა და ლაიქეთ ჩვენი პოდკასტები, გადააზიარეთ, აუცილებლად აქტიურები იყავით კომენტარებში, ეს ძალიან გვეხმარება და ძალიან გვჭირდება, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე.